could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქსაღებავები. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის სპონსორია The Lake, Placemakers-ისგან. საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესა. 2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად პერსპექტივის გადახედვა უკავშირდება ბოლო პერიოდში გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებს, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, Fitch-ი საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან, ხოლო 2027 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე სააგენტო პროგნოზირებდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით. 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $318 მილიონ გადააჭარბა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.4%-ით მეტია. ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი შეერთებული შტატებიდან შემოვიდა, ეს $59 მილიონ-მდე ზრდა არის, ხოლო მეორე ადგილზეა იტალია, მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია. 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2 ლარი და 75 თეთრამდე იზრდება. ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანის და თორნიკე ბერეკაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ამავე კანონპროექტით ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარი იყო, ლარს და 90 თეთრს შეადგენდა და ის ლარით და 30 თეთრით განისაზღვრება. 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლები გამოქვეყნებულია, რომლის მიხედვითაც ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს წლიური გეგმის, ანუ 21 მილიარდ 900 მილიონი ლარის 82.5%-ია. კონკრეტული გადასახადების მიმართულებებით შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია საშემოსავლო გადასახადში, სადაც აკრეფილი თანხა წლიური გეგმის 84%-ია, ხოლო მოგების გადასახადში ჩამორჩენაა და 10 თვის მდგომარეობით გეგმის 76%-ია მობილიზებული. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად სატვირთო და ლოგისტიკურმა სამგზავრო გადაყვანების შემოსავალმა ჯამურად 454 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია, თუმცა შემოსავლის შემცირების მიუხედავად გაზრდილია საქართველოს რკინიგზის მოგება. 91 მილიონი ლარი შეადგინა ამან, რაც წლიურად 15 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა საოპერაციო საქმიანობა, არამედ კვლავ საკურსო სხვაობა გახდა, რამაც 46 მილიონ 400.000 ლარი შეადგინა. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო სრულად უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ასევე უქმდება ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი და ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია და ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებს. უწყების ბიუჯეტი 950.000 ლარს შეადგენდა. თბილისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში წარადგინა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად მერიის დაფინანსება 271 მილიონი ლარით მცირდება და 2 მილიარდ 80 მილიონი ლარის ტოლი იქნება. კლება ძირითადად ინფრასტრუქტურული და საგზაო პროექტების მშენებლობა რეაბილიტაციის დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. ოქტომბერში თბილისში 4178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კოლიერ ჯორჯიას მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში გაყიდული ბინების ღირებულება 25.2%-ით, ანუ 336 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გონი არც არაფერი გამოგჩენია და თუ გამოგჩა შესავალში, აგერ ვართ.
და ვიწყებთ გადაცემას და შრომას. თქვენ შეკრებილ ხართ და დროა დავიწყოთ. გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების დოლართან ლარის გამყარებამ 23 მიასეთი თეთრი შეადგინა, შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.70 თეთრზეა, ევროსთან ლარი 2.99 მიასეთით გამყარდა და კურსმა 3.12 შეადგინა. გერვაკ კასტერლინგთან მიმართებით ასევე 2.6 თეთრიანი გამყარება დადგა, ლარი ასევე აზერბაიჯანულ მონეტთანაც გამყარდა, თუმცა გაუფასურდა რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან. ჯერჯერობით ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრების უმეტესობა გასაჯაროებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა. დიდი ალბათობით ოქტომბერშიც იყო დამატებითი შესყიდვები, თუმცა არა იმ მოცულობის, რასაც ახლა ვხედავთ. ასევე 13.4%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და მან 319 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში იმპორტი 3%-ით, ანუ 46 მილიონით შემცირდა, ან 1.460 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ფონზე და სტატისტიკით სულადაც არ უნდა იყოს გასაკვირი და ცალსახად პოზიტივია, რომ საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესა. 2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები, ფულადი გზავნილები. სააგენტო ასევე აღნიშნავს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, ანუ დამოკიდებულების შემცირებას საგარეო პრობლემებზე, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასაც გულისხმობს და თავისუფლ გამოწვეულია ცხადია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გზავნილების და მოხმარების გააქტიურებით. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ხო, Fitch-ი საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026-ში 5.3-იანს, 2027-ში კი 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე სააგენტო პროგნოზირებდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით. Fitch-ის პროგნოზით გაიზარდა გარდამაისად ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი კი უცვლელად დარჩება 8%-ზე. ხო, Fitch-ის რეიტინგის მამოძრავებელ ფაქტორს შორის ჩამონათვალი იწყება გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობით და ამ კონტექსტში Fitch-ი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოლარიზაციისა და სოციალური განხეთქილების ფონზე, რომლებიც გაღრმავდა სადაო საპარლამენტო არჩევნებისა და 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართული საკამათო გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები კი ხასიათდებოდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტითა და დისკვალიფიკაციით. გახანძლებულმა ან უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს მმართველობის სტანდარტების გაუარესება და ინვესტორების ნდობის შესუსტება. ეს წევრია Fitch-ის შეფასებაში. გეოპოლიტიკური რისკები, ეს არის რეიტინგზე მოქმედ ამ ფაქტორში საუბარი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია. თუმცა, აი ამ ნაწილს ცხადია იშვიათად შეხვდებით Fitch-ის შეფასების აი ამ ნაწილს განსაკუთრებით სამთავრობო ჩამონათვალში, რადგან მათ უბრალოდ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგად არის და შესაბამისად არც ამას იმჩნევენ და არც იმასაც იმჩნევენ, რომ შემოსავლები ბიუჯეტში არ არის ისეთი დრამატული ზრდით, როგორც იყო ადრე და შედარებით იკლებს, რომ ვითარდება ძირითადად მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, რომ შენელებულია აქტიურობა მცირე და საშუალო ბიზნესში და რაც თავარია, ყველა გადაწყვეტილება ცხადია, რასაც მიიღებს ხელისუფლება, უნდა იყოს საპირისპირო იმისა, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვირჩევენ. მე მაინც სრული სურათისთვის შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურამდე, ხოლო დეკემბერში გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ნეგატიურამდე შეამცირა და წინა მაისის შეფასებაში კი Fitch-მა შეფასება უცვლელი დატოვა. ეს კვირა არ იყო რაიმეთი გამორჩეული საქართველოს ეკონომიკისთვის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სტრუქტურულ ცვლილებას, რომელიც მთავრობამ თუ მმართველმა პარტიამ დაანონსა, ეს ეხება ძირითადად სტრუქტურულ როქირებას არსებულ ვერტიკალში, როცა ანტიკორუფციული თუ პირადი მონაცემების სამსახური უქმდება, რაც მერწმუნედ უფრო მეტად უკავშირდება არა მმართველობითი ეფექტურობის ზრდას ან თანხების დაზოგვას, არამედ ძირითადად ყოფილი პარტნიორებისთვის, ანუ დასავლეთის მეტწილად ევროპული სტრუქტურებისთვის გზავნილს, რომ ხელისუფლება მზად არის ბოლომდე გავიდეს და წავიდეს ყველაფერზე. ვიდრე ხელისუფლება სადამდეღაც მივა, მე მაქვს შესავალში რამდენიმე კითხვა.
რა ხდება 700 მილიონი დოლარის ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც მხოლოდ ერთი პირი არის დაკავებული და ისიც სავალუტო ცენტრის მეპატრონე დირექტორი. 700 მილიონი დოლარის 3 წლის განმავლობაში გათეთრების საქმე. მეორე, რა ვითარება და როგორ მიდის გამოძიება ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე, რომელიც ათეულობით თუ ასეულობით მილიონ ლარს არ ითვლის. ხო, ალეოშა დევდარიანის არქივებს მივაგენით, მაგრამ სად არის და რატომ არ აქვეყნებს მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე საქართველოს მთავრობა მათი წინამორბედების რამდენიმე 1000 განკარგულებას, გულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილის დროს გამოცემულ განკარგულებებს და მათი გამოუქვეყნებლობა უკვე არის თუ არა კანონდარღვევა. ხო, არის თუ არა პროგრესი დავით გარეჯას თემაზე. რა ხდება გახმაურებულ საქმეზე, რის გამოც საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე პირი დააპატიმრეს. მოხდა თუ არა აზერბაიჯანთან საბოლოო შეთანხმება, დემარკაცია. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ გარეჯი საქართველოა თუ არა. მაინტერესებს რა გაკეთდა 10 მილიონი დოლარით, რომელიც გადაერიცხა როჩილდების ოჯახს და ცენტრს, რათა გონიოში გაკეთებულიყო ფინანსური ჰაბი. ეს პროექტი დაინიცირებული იყო ირაკლი ღარიბაშვილის დროს და პროექტის მიზანი იყო საქართველოს გამხდარიყო მამა გიცხონდეთ ახალი შვეიცარია. და საბოლოოდ მივიღეთ რომ გონიოში Eagle Hills-ის დეველოპერული პროექტი განხორციელდება. და მხოლოდ დღევანდელი დღისთვის ბოლო კითხვა. ვინ მართავს Eagle Hills საქართველოს კომპანიას? ვინ არის პასუხისმგებელი ბიზნეს პროექტზე, რომელზეც არასრულმა 10 კაცმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ყოველგვარი კონკურსის და ტენდერის გარეშე, რომ ეს გადასცემოდა არაბულ კომპანიას. იქნებ საქართველოშიც გვყავს ისეთი, ვინც 10 წლის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარს ჩადებდა ასეთი მასშტაბის პროექტში. არ გვყავს? აბა კარგად დაფიქრდით. გვყავს და მე რამდენიც გინდათ. მაგრამ რატომღაც მაინცსა და მაინც შეირჩა Eagle Hills-ი, რომელთანაც გაფორმებულ ხელშეკრულებას ყველაზე გამჭვირვალე და არაკორუმპირებული მთავრობა არაჩენს ამ ხელშეკრულების სრულ ვერსიას. სამაგიეროდ, მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში პროკურატურის ცნობით აღმოჩენილია 17.5 მილიონი ლარი. ოღონდ ეს ნაღდი ფული აღმოჩენილია მყარვალუტაში. და იგივე გუნდი, ვინც მუშაობდა იმ პრემიერ-მინისტრის დროს, მთავრობაში თურმე არის ყველაზე სუფთა, კამკამა და გამჭვირვალე. და ხო, ესია გაცილებით დიდია. გაცილებით დიდია სია პრეტენზიებისა, რომელიც ამ 13 წლის განმავლობაში დაგროვდა. სადაც მერწმუნეთ, პრეტენზიები და საყვედურები გაცილებით მეტად ჭარბობს რეფორმებს და ქვეყნის განვითარების წინაპირობებს, როცა საქართველოში მშვიდობა აქტუალური მხოლოდ ქართულ სუფრებზე ან წინასაარჩევნოდ ხდება. მოდი გადავხედოთ უმუშევრობის სტატისტიკასაც. ოფიციალური სტატისტიკით მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულს 3.3%-ს მიაღწია. საქსტატის მონაცემებითვე საქართველოში 214,000 უმუშევარია, დასაქმებულად კი ჯამში 1,400,000 ადამიანი ითვლება. ასევე შემცირებულია სამუშაო ძალაც, ანუ ადამიანები, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს. რა ამცირებს უმუშევრობას, რამდენად რეალურია ეს რიცხვები და სამუშაო ძალის შემცირებას რა გავლენა ჰქონდა უმუშევართა რაოდენობის კლებაზე. მოდი ერთად ვნახოთ მარიამ ვარადაშვილის მომზადებული ანალიტიკა ამ თემაზე. მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 3.3%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია. თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი და რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა. საქსტატის ინფორმაციით, წელს მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი უმნიშვნელოდ 0.1%-ით გაიზარდა. სამაგიეროდ მნიშვნელოვანი კლებაა თვითდასაქმებულებში, სადაც 14,000-ით შემცირდა თვითდასაქმებულთა რიცხვი. რაც შეეხება უმუშევრობას, მესამე კვარტალში
კვარტალში უმუშევართა კლება 12000 იყო. საბოლოოდ გასული კვარტლის შედეგები ასე გამოიყურება. ქვეყანაში დასაქმებულად ითვლება 1,400,000-მდე ადამიანი. აქედან 975,000 დაქირავებით დასაქმებულია. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 418,000-ია, ხოლო უმუშევრად ითვლება 214,000 პირი. სამუშაო ძალა, ანუ ის ადამიანები, ვინც სამსახურს ეძებენ, ჯამში 1,600,000-მდეა. აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში 0,1% პუნქტით შემცირდა სამუშაო ძალის მაჩვენებელიც. სამუშაო ძალად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია, ანუ მუშევარია და სამსახურს ეძებს. 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამსახურს ეძებს, თითქმის 24,000-ით შემცირდა. ამიტომ ჩნდება კითხვა, იყო თუ არა უმუშევრობის შემცირების მთავარი მიზეზი სამუშაო ძალის კლება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უმუშევრობა არ შემცირდა, იმიტომ რომ დასაქმება გაიზარდა აბსოლუტურ რიცხვებში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ დასაქმება ასევე შემცირებულია, ანუ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით არის შემცირებული და შესაბამისად ერთადერთი მიზეზი ამ შემთხვევაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების არის ის გარემოება, რომ სამუშაო ძალა არის შემცირებული. ხო, ანუ საერთო რაოდენობა ორივე, ხო, აი 15 ზემოთ ასაკის მოსახლეობა არის შემცირებული, სამუშაო ძალა არის შემცირებული და რადგანაც სამუშაო ძალა შემცირდა, შესაბამისად შემცირდა ამ სამუშაო ძალაში უმუშევართა რაოდენობაც და ამან გამოიწვია უმუშევრობის შემცირება. უმუშევრობის შემცირებას გარკვეულწილად დასაქმების სახელმწიფო პროგრამაც უწყობს ხელს. ოფიციალური სტატისტიკით, შარშან საზოგადოებრივ სამუშაოებით ცნობილ დასაქმების პროგრამაზე მთავრობას ჯამში 40,000-მდე საარსებო შემწეობის მიმღები ყავდა დასაქმებული. ეს ადამიანები თვეში 300 ლარს იღებენ და დაქირავებით დასაქმებულთა სტატისტიკაში ირიცხებიან. მიზეზი კონკრეტულად ამ წუთას რატომაც შემცირდა უმუშევრობის თითქოს ყველაზე ისეთი მიღებული და ყველასთვის ნაცნობი მაჩვენებელი, რომელიც არის პროცენტებში გამოხატული, პირდაპირ მის უკან დგომ რიცხვებს თუ გავაანალიზებთ, ხდება ნათელი, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცა მიზეზით აქამდე ირიცხებოდნენ სამუშაო ძალაში, ანუ იყვნენ დასაქმებულები, ან ეძებდნენ სამუშაოს. მეტი მდგენელი სამუშაო ძალას არ აქვს. ეს სამუშაო ძალა არის ერთგვარი აქტიური ადამიანები, რომლებიც ან დასაქმებულები არიან, ან ეძებენ სამუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში არ არიან დასაქმებულები. ამ შემთხვევაში სწორედ ამ ნაწილმა, ასე რომ ვთქვათ, სამუშაო ძალამ განიცადა შემცირება და რის ხარჯზე, ხო, შემცირდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე შემცირდა უმუშევრების რაოდენობაც. მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაცა ადამიანების რაღაც ნაწილმა შეწყვიტა სამუშაოს ძებნა, ხოლო მეორე ნაწილმა უბრალოდ მარტივად დაკარგა თავისი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ უმუშევრობის დონე შემცირდა, ეს არ არის თავისთავად დადებითი მაჩვენებელი იმ პირობებში, როდესაც თვითონ დასაქმებულთა რაოდენობაც გვიმცირდება. მარტო ამ უმუშევრობის პროცენტს, რა თქმა უნდა, არ უნდა შევხედოთ. კვლევითი ცენტრის PMCG-ის უმცროსი მკვლევარი მარიამ ჯაში ამბობს, რომ მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის დიდ ტემპით შემცირებულია. ჩვენ შემოსავლების სამსახურიდან ვიღებთ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ერიცხებოდათ თვიური ხელფასი. 2025 წლის მესამე კვარტალში მათი საშუალო რაოდენობა იყო დაახლოებით 974,000, რასაც სტატისტიკა გვიჩვენებს, ის არის, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი არის შედარებით შენელებული, ისევე როგორც ეს გამოჩნდა საქსტატზე გამოქვეყნებულ მონაცემებში. მესამე კვარტალში ჰქონდა 0,1%-იანი ზრდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მხრივ შენელებულია შრომის ბაზარი. ნიშნულოვანია მეთოდოლოგიური კომპონენტიც, ანუ ის თუ ვის თვლის საქსტატი უმუშევრად დასაქმებულად და სამუშაო ძალად და როგორ ხდება მათი აღრიცხვა. დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშებისას საქსტატი ეფუძნება 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას, რომლის რაოდენობა გახლავთ დაახლოებით 2,950,000. ეს მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად. ეს გახლავთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, რომელიც წარმოადგენს დაახლოებით 1,610,000 ადამიანს და ეს გახლავთ ასევე მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ,
ვინ შედის ამ კატეგორიაში. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა აერთიანებს ორ კატეგორიას. ეს გახლავთ დასაქმებულები, წარმოდგენილი დაქირავებულებისა და თვითდასაქმებულების სახით და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემადგენელი ნაწილია, ასე ვთქვათ, უმუშევართა რაოდენობა, მაგრამ უმუშევართა რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი გახლავთ შემდეგი. ესე იგი, პირი არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტიდან გასული 1 კვირის განმავლობაში 1 საათითაც კი იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ პანდემიას არ ჩავთვლით, როცა ქვეყანაში საკარანტინო ზომების გამო ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერდა, რამაც თავისთავად უმუშევრობა გაზარდა, უმუშევრობის დონე კლებულობს. თუმცა მესამე კვარტლის მონაცემები მაინც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მკვეთრი კლებაა თვითდასაქმებულებში. გაგრძელდება თუ არა შემდეგ თვეებშიც ეს ტენდენცია ამას დრო აჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ თითქმის ყველა სოციოლოგიური კვლევით უმუშევრობა მოსახლეობისთვის კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. მოდი გადავხედოთ ვითარებას გლობალურ ბაზრებზეც. ქართული კომპანიებისთვის ჩემი აზრით არც თუ სუდი გამოდგა გასული კვირეული ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Lion Finance Group-ის, ანუ BGO-ს აქციების ფასი 5%-ით 4.100-ის პლუს ზემოდან გაიზარდა. ამჟამად 83 გირვანქა სტერლინგს აჭარბებს BGO-ს აქციის ფასი და რაც თავარია კაპიტალიზაციამაც კომპანიისას უკვე 4 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 28%-ზე მეტით არის გაზრდილი. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ფასი უცვლელი დარჩა ამ კვირაში. ეს პოზიტივია იმ კლების შემდეგ, რაც გასულ კვირაში იყო და ბანკის ერთი აქცია ამჟამად 37.6 გირვანქა სტერლინგი იყო. კაპიტალიზაცია კომპანიისა 2 მილიარდს აჭარბებს გირვანქა სტერლინგში და ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 16.5%-ით შემცირდა. რაც შეეხება CGO-ს, ანუ GCAP-ის აქციებს, ის გაიზარდა დამატებით 4.19-ით 26.10 არის ამჟამად აქციის ღირებულება, საბაზრო კაპიტალიზაცია 1.210 გირვანქა სტერლინგი და მნიშვნელოვანიც დააქვს ბოლო 6 თვეში GCAP-ს 37%-ს აჭარბებს მისი ზრდა ბოლო 6 თვეში. ზოგადად საკმაოდ ძიმე კვირეული იყო გლობალურ ბირჟებზე, კიდევ არაუშავს ჩვენების აქციებს გასულ სამუშაო კვირაში. ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის ნეგატივში ჩაიხურა, ხედავთ Dow Jones, Nasdaq, S&P 500-ს -1.5%. ევროკავშირის მასშტაბითაც უარყოფითი იყო ვითარება, ფლაგმანურმა StoxX-მა -2.5%-ით დაასრულა კვირა. ნეგატიური ჰქონდა აზიის ბირჟებიდან უმთავრეს იაპონურს, Nikkei-ის 225-ის ინდექსს 3%-ით არის მინუსში, რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 62-ზეა, WTI 58-ზე და 55-ზეა ჩამოსული ურალსი. 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია WTI-ის ფარგლებში. ოქროს ღირებულებამაც გასულ კვირაში -1% დადო და ამჟამად 4000-ის ფარგლებში არის 1 უნცია ოქროს ფასი. გასული კვირა მაინც ყველაზე ესეთი სრული დაქცევა გამოდგა მაინც კრიპტოინდუსტრიისთვის. კრიპტობაზარი არის საკმაოდ რთულ ვითარებაში. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი $86,000-ზეა. ეს დასაჩვენებს, მაგრამ ზრდასაიდან ბიტკოინი გასულ კვირაში რეკორდულად $80,000-მდე გაუფასურდა. ინდუსტრიის ვარდნის მაჩვენებელი $1 ტრილიონ აღწევს. ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა აქტივების შეფასება მკვეთრად არის შემცირებული და ამ ყველაფრის კი თავისი მიზეზები აქვს. რატომ გადავიდა ინდუსტრია ეგრეთ წოდებულ bear market-ის ფაზაში? სად გაქრა ოპტიმიზმი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მოიტანა. ამ ყველაფერზე გიორგი თოლორდავას სიუჟეტი ვნახოთ ანალიტიკურ ტურთ. გასული ორი კვირა კრიპტოინდუსტრიისათვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ბაზრის საერთო შეფასება უკვე $1 ტრილიონზე მეტადაა შემცირებული, ხოლო პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ბიტკოინის ვარდნის მაჩვენებელი 35%-ს აღწევს, ხოლო ეთერიუმის კორექცია 45%-ია. ზოგიერთი კრიპტოაქტივის შემთხვევაში ფასი ფაქტობრივად განახევრებულია, რაც ტექნიკურ დონეზე იმას ნიშნავს, რომ ბაზარი ეგრეთ წოდებული bear market-ის ფაზაში გადავიდა. ბაზრის განწყობის ინდექსი ამჟამად ექსტრემალური შიშის ზონაშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორების განწყობა კრიპტოინდუსტრიის მიმართ საკმაოდ ნეგატიურია. ვითარებას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ კრიპტოაქტივების გაყიდვა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ჰედჯ-ფონდებმა და კომპანიებმაც კი დაიწყეს, ანუ საქმე გვაქვს არა მხოლოდ კერძო ინვესტიციის, არამედ ინსტიტუციური კაპიტალის გადინებასთან.
ბოლოდროინდელი კორექცია პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ინდექსების ვარდნასთან, რაც AI ბუშტთან დაკავშირებული სპეკულაციით და ტექნოლოგიური სექტორის მიმართ მოლოდინების გაუარესებით არის განპირობებული. NASDAQ-ის ინდექსის ვარდნის ფონზე ლოგიკურია, რომ ბიტკოინის ფასი იკლებს, რადგან რისკის მიმართ ინვესტორების აპეტიტი იკლებს და მათ ასეთ დროს სარისკო პოზიციების დახურვა სურთ. გარდა ამისა, მიზეზი, რომელიც კრიპტობაზრის მიმართ ოპტიმიზმს ანელებს, პოლიტიკას უკავშირდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში ინვესტორები ელოდნენ, რომ მისი გაპრეზიდენტება პროკრიპტო პოლიტიკას გააძლიერებდა და ბლოკჩეინს მეტ თავისუფლებას მისცემდა. თუმცა, დროსთან ერთად ეს ნარატივი გაიფანტა. არც მკაფი ოპოზიცია რეგულაციებზე, არც ინოვაციური პოლიტიკის კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. უფრო მეტიც, არც ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი ჩანს, რომელსაც ტრამპი რამდენიმე თვის წინ აანონსებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ტრამპის ოჯახი საკუთარი კრიპტოაქტივებით და გარიგებებით გამდიდრდა, ხოლო ამით სარგებელი რამდენიმე კომპანიის გარდა პრინციპში სხვებს არავის მიუღიათ. ზოგადად კრიპტოინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მისი ზრდა ყოველთვის ემოციურ მოლოდინებზეა დაფუძნებული და არა ეკონომიკურ საფუძველზე. როცა ბაზარზე ახალი ნარატივი ჩნდება, ფასები იზრდება, მაგრამ როცა ეს ემოციური ნარატივი ქრება, ინვესტორები ხვდებიან, რომ რეალური მოთხოვნა მწირია და კრიპტოაქტივების პრაქტიკული დანიშნულება ჯერაც ლიმიტირებულია. ამას ისიც ემატება, რომ შესყიდვების უდიდესი ნაწილი კვლავ რამდენიმე მოთამაშეზე მოდის. კერძოდ, კრიპტობირჟებზე, ენთუზიასტებზე და პროკრიპტო კომპანიებზე. თუმცა ის კომპანიები, რომელთა იმედიც ინდუსტრიის წარმოადგენლებს ჰქონდათ, ანუ ტექნოლოგიური გიგანტები, ბანკები და სავაჭრო ქსელები, პრაქტიკულად არ იღებენ მონაწილეობას ეკოსისტემის ზრდაში და აქტივების შესყიდვაში. დღეს ბიტკოინისა და ეთერიუმის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი კვლავ შიდა ბაზარზე ტრიალებს, ანუ გადარიცხვები ინვესტორიდან ინვესტორამდე ხორციელდება, მაშინ როცა კრიპტოს დანიშნულება რეალური გამოყენება უნდა ყოფილიყო და არც შიდა ცირკულაცია. ფაქტია, რომ არც მასობრივი გადახდები გვაქვს და არც ბიზნესების მხრიდან ფართო მიღება. შესაბამისად, კაპიტალი მოძრაობს წრეზე, ფასის დინამიკა კი მინიმალურია. საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, სადაც კომპანიების აქციები რეალური შემოსავლების მოგებისა და პროდუქტების გამოშვების მიხედვით იცვლება, კრიპტოაქტივების ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია ბაზრის განწყობაზე. როგორც კი ეს განწყობა ქრება, მოძრაობაც წყდება და ინდუსტრია სტაგნაციის და შემდგომ უკვე მკვეთრი რეცესიის ფაზაში გადადის, რაც ბაზრის ციკლის სახელით არის ცნობილი. ამჟამად კრიპტოინდუსტრია ვარდნის, ანუ რეცესიის ფაზაშია, რომელიც რამდენი ხანი გაგრძელდება, არავინ იცის. კრიზისი ცუდ კომპანიებს ანადგურებს, კარგ კომპანიებს ვერ ერევა, ხოლო შესანიშნავ კომპანიებს აუმჯობესებს. Andy Grove. ამ კვირაში Fitch-ის გარდა კიდევ ერთი გამორჩეულად კარგი ამბავია, რომ თბილისი კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის 27 ივნისიდან პირდაპირ ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით Norwegian თან საკმაოდ პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი წარმატებით დასრულდა. აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირ რეისები არასდროს შესრულებულა. კოპენჰაგენთან პირდაპირ საჰაერო კავშირი უკაცრავად მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდა. ეს საკმაოდ გაადვილებს კავშირებს სკანდინავიას და საქართველოს შორის, რასაც ქართული ბიზნესი საფუძველს უყრის სკანდინავიის ქვეყნებში, კერძოდ ნორვეგიაში, რომლის ყველაზე ავტორიტეტული არქიტექტურული ბიურო საქართველოში შემოდის, top 10-ში შედის ის მსოფლიოში და თანამშრომლობს კომპანია Placemaker-თან. ეს თანამშრომლობა იწყება და მათი პირველი პროექტი საქართველოში და თბილისში ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 14 ჰექტარს უკავშირდება, რომელზეც სწორედ Placemaker-ის გუნდი მუშაობს. ამ კომპანიის და მისი მესვეურების შესახებ საქმიანმა საზოგადოებამ იცის. ყველა იცნობს ნოდარ ადაიშვილს, ზურაბ ფიჩხაიას და მათ გუნდს. არც მათი საერთაშორისო კავშირები ან ურთიერთობები გვიკვირს მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან და ბიუროებთან. თუმცა სნოჰეტას შემოსვლა საკმარისზე მეტი მიზეზი იყო, რომ ვწვეოდით ულამაზეს ნორვეგიას და ადგილზე გაგვერკვია, როგორ და რატომ გადაწყვიტეს მსოფლიოს წამყვანმა არქიტექტორებმა ხელი მოიკიდათ ერთი ულამაზესი თბილისური პროექტისთვის სახელად
The Lake. ტბა. წელს გამიმართლა. საქმიანი მოგზაურობის მხრივ და სკანდინავიის 3 ქვეყანა მოვინახულე. ბოლო გაჩერება ნორვეგია და მისი დედაქალაქი იყო. ოსლოს შესახებ ინტერნეტში და ყოველდღიურობაში შემოჭრილ ხელოვნურ ინტელექტთან მოკითხვისას ნორვეგიის რამდენიმე ღირსშესანიშნაობას შორის გამორჩეულია ოსლოს ნაციონალური ოპერისა და ბალეტის შენობაც. გამორჩეული როგორც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს შორის. იქვე ოპერის შენობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებისას ამაყად ამოვიკითხე. დაპროექტებულია კომპანია Snohita-ს მიერ. ოსლოს ოპერა ჩნდება უკლებლივ ყველა და ნებისმიერ საძიებო სისტემაში, სადაც საკმარისია აკრიფო ოსლო. თუმცა ამ ყველაფერს აქვს თქვენთვის მოსაყოლად ორი საინტერესო ისტორია. როცა Snohita-მ დააპროექტა აღნიშნული შენობა და შემდგომ ის აშენდა, აქაურობა ფაქტიურად ამ უბანში არაფერი არ ხდებოდა და ამან ისეთი განვითარება მისცა აღნიშნულ უბანს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ უბნად ითვლება ოსლოში და როგორც გითხარით, თუ კი არსებობს ცნება ღირსშესანიშნავი ადგილი, ეგრეთ წოდებული ლენდმარკი, ეს სწორედ Snohita-ს მიერ დაპროექტებული ოპერა გახლავთ. და მეორე ისტორია უკავშირდება მუზეუმს, რომელიც ზუსტად ჩემგან ხელმარცხნივ, ეხლა თქვენთვის ხელმარჯვნივ არის განლაგებული და ის არის ედვარდ მუნქის სახელობის, ინგლისურად ედვარდ მანჩ. და აქ რა ისტორია? მუზეუმი დააპროექტა ესპანელმა არქიტექტორმა. და აი ამ შენობით დიდად კმაყოფილნი ცალკეული პირები ოსლოში არ დარჩნენ. ის უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე, საბოლოო ჯამში ედვარდ მუნქის სახელობის მუზეუმი მიიღო ის სახე, როგორიც არის. ბოლოს იმ ესპანელ არქიტექტორს რომ კითხეს, რომ რა არის რეალურად ეს ამბავი და რატომ გადაწყვიტეთ ესე გაკეთებაო, აქ თაღი ბოლო რამდენიმე სართულისა, დაახლოებით 5-6 სართულისა არის ესე გადმოხრილი. არქიტექტორმა მოყვა. ეს შენობა შევქმნით იმის გამო, რომ თავი დაუხარეთ იმ დიდებულებას, რასაც Snohita-ს მიერ აშენებული ოპერის შენობა ქვია. ეს კი ნორვეგიის და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო გახლავთ. რატომ სიამაყით? სწორედ ეს კომპანიაა ჩვენი მასპინძელი და მათ უახლოეს საქმიან გეგმებში საქართველოში შემოსვლა და ერთ-ერთ გამორჩეულ კომპლექსის დაპროექტებაში მონაწილეობის მიღება. როგორ მოხერხდა, რომ მსოფლიო არქიტექტურის გრანდი საქართველოში შემოდის და თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე ჩვენი მასპინძელი კომპანია Snohita-ს ისტორიას და შესრულებულ პროექტებს გადავხედოთ. Snohita გასული საუკუნის 1987 წელს დაარსდა ჰეტილემ ტორსენის და ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფის მიერ. არქიტექტურული ბიუროს სახელი შეირჩა ნორვეგიის ერთ-ერთი მთის საპატივსაცემად. კომპანიის აღიარება მალე მოვიდა 1989 წელს ახალშექმნილმა კომპანიამ და არქიტექტორმა კრეიგ დაიკერსმა გაერთიანებული ძალებით შეიტანეს ერთობლივი განაცხადი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პროექტზე, რომელშიც გაიმარჯვეს და ალექსანდრინას ბიბლიოთეკა საზეიმოდ 2001 წელს გაიხსნა. ამ პროექტისთვის და კიდევ ერთი ოსლოს მშვენება ოპერის თეატრის დაპროექტებისთვის Snohita-ს გადაეცა ყველაზე მნიშვნელოვანი World Architect Award პრემია. სხვათა შორის ოსლოს ოპერის შენობის პროექტირებისთვის Snohita-მ მიიღო Miss van der Rohe's პრემიაც, ასევე EDRA და ევროპის პრემიები ქალაქის საჯარო სივრცის საუკეთესო დაგეგმარებისთვის. 2010 წელს კეტილ ტორსენის ხელმძღვანელობით შესრულებული სამუშაოები დაჯილდოვდა კიდევ ერთი გლობალური პრემიით მდგრადი არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო. ალექსანდრიის საჯარო ბიბლიოთეკის და ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის შენობების პროექტების შექმნის გარდა Snohita-ს პორტფელშია ისეთი საეტაპო პროექტები, როგორიცაა ნიუ-იორკში Times Square-ის და 11 სექტემბრის
მემორიალური მუზეუმი, მეფე აბდულას მსოფლიო კულტურის ცენტრი საუდის არაბეთში. ევროპაში პირველი წყალქვეშ განთავსებული რესტორანი სახელად Under. აქვეა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა თეოდორ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, შანხაის გრანდ ოპერას საოცარი შენობა, პეკინის ბიბლიოთეკა, რომელიც დღემდე რჩება როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი საჯარო სამკითხველო სივრცე. და ერთიც მისი მონახულება ოსლოში პირადად მოვახერხეთ. ვერტიკალ ნიდალენის პროექტი, რომელმაც შესაძლოა არქიტექტური დიდად ვერ მოკიბოლოთ, მაგრამ ეს არის სრულიად უნიკალური შენობა ენერგო მომარაგების თვალსაზრისით, სადაც სნოჰეტას არქიტექტორებმა გამოიყენეს 000 solution გადაწყვეტა, რაც გულისხმობს, რომ ამ შენობაში განთავსებულ ოფისებს და საცხოვრებელ აპარტამენტებს არ ესაჭიროება ელექტროენერგიის შეძენა, არც გათბობისთვის, არც გაგრილებისთვის და არც ვენტილაციისთვის. დიახ, აი ასე, სკანდინავიისთვის განუყოფელი ღირებულებებით, მდგრადობა და პასუხისგებლობა. დღიდან დაფუძნებისა, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, გარემოს და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით ახორციელებენ ყველა პროექტს, რაშიც კი სნოჰიტას გუნდი ერთვება, რომელიც დღეს დაახლოებით 400 პროფესიონალისგან შეკრული გუნდი გახლავთ. სნოჰიტა არის ადგილი, სადაც ყველა შეუძლია წასვლა, მაგრამ ის არავის ეკუთვნის. ჩვენ ვართ ტრანსდისციპლინური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 400 კოლეგა ჰყავს, რომელთა შორის არიან არქიტექტორები, ლანდშაფტის არქიტექტორები, ინტერიერის პროდუქტისა და გრაფიკული დიზაინერები, ასევე მხატვრები. და ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. სტუდიებით უკვე ვოპერირებთ ოსლოში, სადაც ყველაზე დიდი სტუდიით ვართ წარმოდგენილი. ასევე გვაქვს სტუდიები ნიუ-იორკში, პარიზში, ინსბურგში, შენჟენში, ჰონგ-კონგში, ადელაიდასა და მელბურნში. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად კულტურული პროექტებით ვართ ცნობილი. მაგალითად, ოსლო ოპერა, სადაც მოვახერხეთ ოპერის ტიპოლოგიის სრულიად ახალი სივრცის სახით გარდაქმნა და ეს მაღალი კულტურის მქონე სივრცე გადავაქციეთ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილად. ოპერას გავუკეთეთ ისეთი სახურავი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად შეცვალა ოპერის აღქმა მთელ მსოფლიოში და ბევრ ქვეყანას სურს მსგავსი პროექტი განახორციელოს. საინტერესო სანახავია, როგორ შეუძლია კულტურულ პროექტს ქალაქის ცენტრის განვითარება. ოსლოში ოპერა მდებარეობდა ინდუსტრიულ ნავსადგურში, ახლა იქ ცოცხალი უბანია. ინტერვიუების ჩაწერის პარალელურად მასპინძლებმა თავიანთ არაჩვეულებრივ ოფისში სპეციალური ტური მოგვიწყეს და სწორედ აი აქ გამოჩნდა სნოჰეტას მთელი დიდებულება და მასშტაბები, ლემონდე ჯგუფის სათაო ოფისი, უსანის საოპერო თეატრის მომაჯადოებელი შენობა სამხრეთ კორეაში, ჰასელთან ერთად შესრულებული პროექტი ავსტრალიაში, სიდნეიში, სადაც სრულად შეიცვალა დარლინგის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპორაციის სრულად ფანტასტიკური შენობა. ტური გრძელდება და მორიგ ჯერზე ჩემთვის სრულად მოულოდნელი ამბავი აღმოვაჩინე. არ ვიცი, ცოდი თუ არა, მაგრამ რაღაცას გეტყვით, რომ დღევანდელი ბანკნოტები, რომელიც ოფიციალურ მიმოქცევაშია ნორვეგიაში, კრონების სახით, ესენია 50-იანი, 100-იანი, 200, 500 და 1000 კრონის ნომინალით, ასევე არის მომზადებული კომპანია სნოჰიტას მიერ, მინიმალისტური ვერსია, ერთ-ერთი მხარისა, ბანკნოტების არის მომზადებული მათ მიერ, ასე რომ სნოჰიტა გახლავთ ნორვეგიის ეროვნული ვალუტის დღევანდელი მოქმედი დიზაინერი. პარალელურად დაგეგმილად მიმდინარეობს პირველი სამუშაო დღე, სადაც Placemakers's მმართველი პარტნიორებისთვის The Lake House-ის ბოლო დეტალები თანხდება. სრულიად უნიკალური არქიტექტურით და მრავალფეროვანი დანიშნულების დამოუკიდებელი შენობა წარმოდგენილი იქნება ერთდროულად რამდენიმე დასასვენებელი, გასართობი და საქმიანი სივრცეებით. დისტანციური კავშირით პროექტის საბოლოო დეტალებს ითანხმებენ კომპანია Salt Project-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც Lake House-ის მართვაში და კონცეფციის ამუშავებაშიც ჩაერთნენ. ასეთი გუნდის თავმოყრა ერთი პროექტის ირგვლივ განაპირობებს მის სამომავლო წარმატებასაც, თუმცა არის დამატებითი გარემოებები, რამაც განაპირობა Placemakers's და სნოჰიტას გზები გადაკვეთილიყო. ამას საუკეთესოდ არქიტექტურული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი ხსნის.
ძალიან საინტერესო იყო, როდესაც Placemakersის გუნდმა მოგმართა მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან ჩვენი იდეების მიმღებლობა, ინტერესები და სურვილი სრულად ჩართონ ჩვენი ფასეულობები პროექტში. პროცესი ძალიან მოგვეწონა. იმედი გვაქვს, ეს მხოლოდ ჩვენი ერთად მოგზაურობის დასაწყისია. დიდი პოტენციალია, რომ ეს უფრო დიდი მნიშვნელობის პროექტებად იქცეს. პროექტზე სასაუბროდ შეფასებებისთვის ვახერხებთ ცნოხიტას მთავარი არქიტექტორების დათანხმებასაც. მათი ხედვა ყველაზე კარგად გადმოსცემს პროექტისადმი ცნოხიტას დამოკიდებულებას და ხედვას, რომელიც ლისი ჰაუსში გარდაიქმნება. უნდა ითქვას, რომ ამ შენობით გვინდოდა მოგვეყოლა ერთიანობის ისტორია, ის თუ როგორ შეიძლება სივრცემ ადამიანები ერთმანეთს დააკავშიროს. ინსპირაცია თბილისის ტრადიციული ეზოებიდან ავიღეთ, იმ სოციალური სივრცეებიდან, რომლებიც ურთიერთობის ბუნებრივ გარემოს ქმნის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტში ეზოგამხდარიყო მთავარი სოციალური ბირთვის სივრცე, რომელიც ქმნის ერთიან კონცეფციას. თითოეული პროექტი განსხვავებულია და ყოველთვის უნდა ვიპოვოთ შთაგონება, რომელიც მას უნიკალურს გახდის. ამ შემთხვევაში ინსპირაცია თავად ტბამ მოგვცა, წყლის რბილმა ხაზებმა, მისმა ფორმებმა და დინამიკამ. სწორედ ასე შეიქმნა ახალი კონცეფცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ადგილი გახდება სივრცე, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს და მათი გადაკვეთის წერტილი იქნება, სადაც ადამიანები ერთად ახალ იდეებს ერთმანეთს გაუზიარებენ. ეს არის ის, რისი სურვილიც გვაქვს ამ პროექტის მიმართ. ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც ცნოჰიტას თითოეულ პროექტში ვაკეთებთ, არის კონტექსტუალობა, პროექტი უნდა პასუხობდეს გარემოს. ამ კონკრეტულ პროექტში შთაგვაგონა თბილისის ეროვნულმა პარკმა, იქ არსებულმა ტყემ, ეს იყო პროექტის ლანდშაფტის საწყისი ინსპირაცია. პროექტი და მისი მდებარეობა ტბასთან ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ეს არის ტბის ბუნებრივი გაგრძელება. დღეს ტბაზე უკვე არსებობს რეკრეაციული აქტივობები, Lake House პროექტში კი დამატებით აქტივობა თუ ამატებთ, ამიტომ პროექტი ტბის ნაწილად გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ტბასთან ახლოს კონკრეტულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ვფიქრობთ, რომ ის მთელ თბილისს მოემსახურება და იმედი ადამიანებს ამ ტერიტორიაზე მოსვლა მიიზიდავს. შეგვიყვარდა საქართველოს და მოხარულები ვიქნებით სხვა პროექტების განხორციელებით საქართველოში, იქნება ეს თბილისში თუ ქალაქგარეთ. ძალიან მოგწონს ბუნებრივი ლანდშაფტი და ვხედავთ, რომ რეგიონში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ცნოჰეტას და Placemakersის გუნდის შეთანხმება იტევს ინტერიერის დიზაინზე ზრუნვასაც, რაც ნორვეგიელი არქიტექტორების გამორჩეული ყურადღების საგანია. ყველა დეტალი, ფერი თუ მათი გამა, ადგილზე მუშავდება. დამკვეთს და პარტნიორს წარედგინება საბოლოო დასტურისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი ისტორია, რომელიც ამ ყველა მიმართულებას დააკავშირებს. ან მათი სინთეზით ჩამოვაყალიბებთ უნიკალურ კონკრეტულ გარემოზე მორგებულ კონცეფციას. როდესაც Lake House-ზე მუშაობა დავიწყეთ, პირველ რიგში საქართველოში ჩამოვედით, რომ გარემო, კულტურა, ქვეყნის ურბანული მხარე პირადად შეგვებრძნო. ამ პროექტისთვის ინსპირაცია თავად ტბიდან, მის წყნარ, თავშეკავებულ სილამაზიდან ავიღეთ. პარალელურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის ისტორიული არქიტექტურის ტექსტურებს და მასალებს, რომლებიც მართლაც გამორჩეულად მდიდარია. ეს ორი რამ ერთმანეთს დაუკავშირეთ და ასე შეიქმნა უნიკალური Lake House-ი. ინტერიერის და დიზაინის თემა არის Placemakersის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანიის Salt Project-ის საზრუნის Lake House-ის მართვის სხვა უამრავ დეტალთან ერთად. ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა გუნდთან ერთად პროექტის შექმნის დღიდან არიან ჩართულები. ამიტომ მათ არ უჭირთ გააკეთონ კომენტარი. თუ რას მიიღებს ამ პროექტის სახით თბილისი და მთელი ქვეყანა. საუბარია პროექტზე The Lake. არ მინდა ძალიან ბევრ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მსგავსი კონცეფცია არ არსებობს ჯერჯერობით. ჩვენ მსგავს კონცეფციაზე მედალევანმა ვიმუშავეთ ევროპაში, პორტუგალიაში და საბერძნეთში. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ვილების კომბინაცია, რომელიც და მისი გარშემო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოყვება ამ ყველაფერს. რა, უბრალოდ ძალიან უნიკალურად შეკრული, განსაკუთრებული პროდუქტი, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის, როგორც ეს ყოველთვის ნიშანია და შესაბამისად ამით ძალიან მოგწონს ამ პროექტში. ხო, პირველ რიგში გათვლილი იმ ადამიანებზე, ვინც იქ ცხოვრობს, თუმცა ეს იქნება დარწმუნებული ვარ ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, იმიტომ რომ უყურებს 15 წუთია ცენტრიდან რომ ახვიდე ლისის ტბას, არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო, არის ადგილი, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მე ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვითარდება ამ ადგილას. ვიდრე Salt Project-თან მოხდებოდა დაპარტნიორება, იყო გზა, რომელიც ნოდა რადეიშვილმა და ზურა ფიჩხაიამ მსოფლიოს წამყვან არქიტექტურულ კომპანიას ცნოჰიტამდე გაიარეს. ეს გზაც მათ
კავშირებზე და ურთიერთობებზე გადის, მათ შორის საერთაშორისო დონის არქიტექტორებთან და დეველოპერებთან. პრისი დათვლით არის იგივე მათ მიერ მართული ლისი დეველოპმენტიც. კომპანია Placemaker-ი დააფუძნეთ მე და ზურამ იჩხაიამ დაახლოებით 2 წლის წინ და შინაარსი ის იყო, რომ შეგვექმნა დეველოპერული კომპანია, რომელიც შექმნიდა ახალ ადგილებს. ზუსტად Placemaker-იც აქედან გამომდინარე არის სახელწოდება. თუმცა ვიფიქრეთ, რომ Placemaking ყოფილიყო თუ Placemakers და გამომდინარე იქიდან, რომ ის გუნდია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, ჩვენი ჩათვლით, ვინც ადამიანები ქმნიან ყოველ ამ პროექტს, ადამიანზე ორიენტირებული ყოფილიყო სახელწოდება და ზუსტად ამიტომ დავარქვით კომპანიას Placemakers. აქედან გამომდინარე, მე უკვე ვეძებდით ისეთ პროექტს, რომელსაც Placemaking-თან ექნებოდა უშუალო კავშირი და პირველი პროექტი, რომელიც დავიწყეთ, არის ლისზე. აქაც ყინულმჭრელი სნოჰიტასკენ იყო ნორვეგიის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი, მატის გრიმსტადი. პირველ რიგში მე ნორვეგიელი ვარ და სნოჰეტა ნორვეგიული კომპანია. მე გავიცანი ნოდარი ბოსტონში, ჰარვარდში სწავლის დროს და რადგან სნოჰეტა ცნობადი არქიტექტურული კომპანიაა, საერთაშორისო დონეზე მათ ბევრი ცნობილი შენობა აქვთ აშენებული და დაპროექტებული. მე მათ მრავალი წელია ვიცნობ და თანამშრომლობ. და იდეა, რომ ნორვეგიული არქიტექტურა და ნორვეგიული სტილი ჩამოგვეტანა საქართველოში, ბუნებრივი იყო ჩემთვის. ამიტომ მივმართე სნოჰიტას და ვკითხე, ექნებოდა თუ არა მზაობა პროექტის განხორციელებისთვის საქართველოში. გვინდოდა რომ შეგვექმნა და გვეპოვა ისეთი პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად შექმნიდა საინტერესო პროექტს, არამედ ახალ მიზიდულობის ძალას შექმნიდა როგორც ჩვენი პროექტისთვის, ისე ზოგადად მაცხოვრებლებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის მათ შორის. სწორედ ამიტომ მოვიძიეთ პარტნიორად ნორვეგიული კომპანია Snohita. Snohita არის ერთ-ერთი წამყვანი დღეს ტოპ 10-ში შედის არქიტექტურულ სტუდიებს შორის და მათთან დაპარტნიორებით ჩვენ შევქმნით ახალი პროექტი, რომელიც შემადგენელი ნაწილი არის ჩვენი პროექტის, რომელსაც ქვია The Lake და აღნიშნულ პროექტს კიდე და უშუალოდ რაზეც Snohita მუშაობს ჩვენთან ერთად ქვია Lake House. ჩვენი ძველი გუნდი წამოყვა და შევქმნით ძალიან საინტერესო კომპანია, ჩემი აზრით, რომლის მთავარი აზრი არის, რომ გავშევქმნათ ადგილები, place-ები, სადაც ადამიანებს უნდათ ცხოვრება და სადაც ადამიანები მოდიანო რაღაცა სიცოცხლე შეიქმნას. ჩვენ გუნდში მე გავიზარდეთ ძალიან სწრაფად. დაგვემატა საერთაშორისო არქიტექტორები, Snohita ერთ-ერთი მათ შორის. დაგვემატა ძალიან კარგი პარტნიორები, თქვა TBC ბანკი არის ჩვენი პარტნიორი, ვინც დააფინანსა პროექტი. ასევე დაგვემატნენ ინვესტორები, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ინვესტორები და ერთიანობაში შეიკრა ეს პროექტი. პროექტის და კომპანია Placemaker-ის კიდევ ერთი მართველი პარტნიორი ზურაბ ფიჩხაია საუბრობს პროექტის The Lake სრულიად განსხვავებულ მიმზიდველობაზე, რაც მას გამოარჩევს ყველა არსებული პროექტებისგან. მთელი შინაარსი და აზრი კომპანიის არის, რომ ადამიანები ქმნიან ადგილს და ჩვენ დავიწყეთ იმ ლოგიკით, რომ ის 11 კორპუსის აშენება კი არ გვინდა. გვინდა ავაშენოთ ისეთი ადგილი, სადაც ადამიანებისთვის იქნება გაცოცხლდება ადგილი, ახალ სიცოცხლეს შეიძენს და საინტერესო იქნება მოსასვლელად. ამ ლოგიკით დავიწყეთ ახლა ჩვენი პირველი პროექტი, The Lake, ლისის ტბის უკან. ჩემს ძალიან საინტერესო პროექტია, ძალიან საინტერესო ადგილია, 14 ჰექტარი, რომელიც გადაყურებს პირდაპირ ლისის ტბას. ვაკეთებთ ვილების უბანს და ამ ვილების უბანში მთელი აზრი და კონცეფცია არის ის, რომ ცხოვრობ ტბაზე, მაგრამ თან ცხოვრობ ძალიან მაღალი ხარისხის ძალიან კარგი არქიტექტურით დაგეგმილ გაკეთებულ უბანში. Lake House-ი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, უნდა აღინიშნოს, რომ შიგნით იქნება spa, ფიტნესი, რესტორანი, კაფე, kid zone-ი, იქნება სხვა საზოგადოებრივი დატვირთვის დანიშნულების ობიექტები, რომლებიც საჭიროა თვითონ პროექტის განსახორციელებელათაც და მათ შორის ზოგადად მოემსახურება გარშემო არსებულ დასახლებებს და მათ შორის მომსვლელ სტუმრებს. ჯამში 90-მდე მიწის ნაკვეთია, სადაც სხვადასხვა ტიპის ვილები და private house-ები იქნება განვითარებული. არ შეიძლება იყოს სხვანაირად. მით უმეტეს სულ ახლახანს გამცნეთ, რომ The Lake არის კომპანია Placemaker-ის პირველი პროექტი, რომელიც ლისზე ხორციელდება. იმ ლისზე, რომელსაც ეს გუნდი ყველაზე კარგად იცნობს და ავითარებს. და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილადაც აქცია.
უნდა აღინიშნოს ასევე ვფიქრობ ქართველი არქიტექტორი ვახო ვისოცკი, რომელიც ჩართული არის აღნიშნულ პროექტში, მისი გაკეთებული არის წვანე ქალაქი ლისზე პრაქტიკულად უდიდესი ნაწილი შენობების და მისი განსაკუთრებული არქიტექტურაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის The Lakes თბილისისთვის. ანუ ამბიციაც გვაქვს, რომ შევქმნათ ისეთი ადგილი, რომელიც საშვილიშვილოდ დარჩება ქალაქს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დეველოპმენტი. სნოჰიტა უკვე საქართველოშია და პროექტის საბოლოო დეტალები თან ხდება პარტნიორებს შორის. Placemaker-ი კი უკვე ახალ პროექტებს ამუშავებს. ადგილის შემქმნელებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ლოკაცია, რასაც კი მოკიდებენ ხელს, ქალაქის და ქვეყნის ღირსშესანიშნაობად აქცია. ეს საქმითად დადასტურებულია და Placemaker-ის გუნდისთვის მშობლიურ ლისს მალე ახალი ადგილი, The Lake, ტბა შეემატება. იმედია თქვენც იზიამოვნეთ ამ მოგზაურობით არაჩვეულებრივ ნორვეგიაში და მის დედაქალაქში. ნამდვილად ჩვენიერი ვოიაჟი იყო. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ფილმისთვის ნინი ლონგურაშვილს, რევაზ ნასიძეს, გიორგი მაისურაძეს. გამორჩეული მეგზურობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა ნოდა რადეიშვილს, ზურაბ პიჩხაიას, რამაზ ადეიშვილს და კომპანიას ნოჰეტას, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ საქართველოში თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტში, The Lake ტბა. სჯობს 30 წელი იცხოვრო თავგადასავლებით, ვიდრე 100 წელი უსაფრთხოდ კუთხეში გაატარო. ჯიმ რონი. ემიგრანტის გამოცდილება და პარიზული ცხოვრების ცოდნა გიორგი ციკუბაძემ ბიზნესად აქცია და შექმნა ბრენდი გიორგი პარიზი, რომელსაც დღეს ქართველი მოგზაურები კარგად იცნობენ და როგორც თავად ამბობს ენდობიან კიდეც, ახლა კი სრულიად ახალ ეტაპს იწყებს თავის საქმიანობაში. გიორგი პარიზმა მომხმარებელს Drop Voyage წარუდგინა. ციფრული ტურისტული პლატფორმა, რომელიც როგორც ამბობს მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს სრულიად ახალ სტანდარტზე აიყვანს. Drop Voyage-ის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ თბილისში შედგა. უამრავ სტუმრებთან, პლატფორმასთან ერთად გააცნეს ის გეგმები, რომელსაც კომპანია გიორგი პარიზი ახლა უკვე ახალი ბრენდით და ახალი წამოწყებით და იდეებით ისახავს მიზნად. ქართული ბრენდი საერთაშორისო გეგმებით. ნახოთ სიუჟეტი Drop Voyage-ზე. პარიზი, ქალაქი, რომელიც ყველა სეზონის, ყველა წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების სიაში უცვლელი ლიდერია. კულტურა, არქიტექტურა, სანახაობები, ქალაქი ყველა ტიპის მოგზაურის მოთხოვნებს ერგება. თუმცა პარიზი მხოლოდ ღია ბარათები და ნაცნობი ღირსშესანიშნაობები არ არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნამდვილ პარიზს მაშინ აღმოაჩენ, თუ მეგზურობას ადგილობრივი სანდო მეგზური გაგიწევს. ადამიანი, რომელმაც იცის არა მხოლოდ ეიფელის კოშკის მდებარეობა, არამედ სადიმალება ქალაქის ყველაზე ემოციური ავთენტური და დაუვიწყარი კუთხეები. თუ გსურთ დაუვიწყარი მოგზაურობა, დაიმკავშირდით და თქვენ სურვილებს რეალობად ვაქცევთ. სწორედ ამ ღრმა პერსონალურ გამოცდილებაზე ააგო თავისი კონცეფცია გიორგი ციკუბაძემ, რომელმაც საკუთარი პარიზული ცხოვრების ერთი რიგითი ემიგრანტის მრავალწლიანი გამოცდილება უნიკალურ შეთავაზებად აქცია. როგორც თავად ამბობს ქართველი მოგზაურებისთვის შექმნა გიორგი პარიზი, ბრენდი, რომელსაც დღეს ქართველი მოგზაურები კარგად იცნობენ. ქართული ტურისტული კომპანიები კი თვალდახუნჭული ენდობიან. სერვისები ფარავს სრულიად ყველაფერს, ავიაბილეთებიდან და სამოგზაურო დაზღვიდან დაწყებული, გაგრძელებული სასტუმროთი და შემდეგ ადგილზე სამუზეუმო ბილეთები, სხვადასხვა შატოები, სრული სატრანსპორტო მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში 24/7-ზე, ძღოლგამყოლთან ერთად, რომელიც ზრუნავს მოგზაურის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე და ეხმარება ნებისმიერ საკითხში, მოგეხსენებათ რა ფუფუნებაა უცხო ქვეყანაში და უცხო გარემოში ყავდეს ადამიანი გვერდით, რომელიც ზრუნავს შენზე და ფლობს იმ ადგილის, იმ ქვეყნის ენას და გააქვს იმის შესაძლებლობა, თუ დაგჭირდება დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში. როგორც თავად ამბობს, გიორგი პარიზის ისტორია არასდროს ყოფილა სტატიკური. არსებობის არც ერთ მომენტში კომპანიას განვითარება არ შეუწყვეტია და სწორედ ამის შედეგია Drop Voyage, სრულად ახალი ტურისტული ვებ პლატფორმა, რომელიც გიორგი პარიზის გაგრძელებაა.
მოგზაურობის ციფრული პლატფორმა კომპანიამ ფართო საზოგადოებას უკვე წარუდგინა. ღონისძიებაზე, სადაც პარტნიორი ტურისტული კომპანიები, მოგზაურები, გიორგი პარიზის მომხმარებლები შეიკრიბნენ, Trop Voyage-ის პრეზენტაცია შედგა. პლატფორმის, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს ახალ დონეზე აიყვანს, მას სასიამოვნო სწრაფ და ეფექტიან გამოცდილებად აქცევს. ამ პლატფორმაზე ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული როგორც ავიაბილეთები და ავიაკომპანიები, ასევე დაზღვევა და სადაზღვევო კომპანიები, ამავდროულად იქნება ტრანსფერები სხვადასხვა ქვეყნებში, იქნება ასევე ივენთების კუთხე, სადაც მიიღებენ ინფორმაციას იმ ქვეყანაში მიდიან კონკრეტულ რიცხვში, სად შეიძლება დაესწრონ, სად შეიძლება განიტვირთონ და სხვა მრავალი ბევრი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი, ბინები და სასტუმროები. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით ამ პლატფორმის მეშვეობით ჯანსაღი კონკურენტუნარიანი ბაზარი, ქმნით ახლა ყოველ შემთხვევაში, რომ შემოვიდნენ ტურისტული კომპანიები აღნიშნულ პლატფორმაზე და პირდაპირ შეეძლოს მომხმარებელს შეფასება ამ კომპანიების და ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, როგორც ხარისხით, ამავდროულად შესაბამისი ფასით. Trop Voyage-ის წარდგენის ღონისძიებაზე გაირკვა ისიც, რომ პლატფორმა პარიზით არ შემოიფარგლება. ის მოგზაურებს სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესთავაზებს. ამჯერად უკვე ეს იდეა გასცა საფრანგეთისა და პარიზის ფარგლებს. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პლატფორმაზე. ევროპისა და ამიერკავკასიის ფარგლებში ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენს შეთავაზებებს, არამედ შემოიყვანს როგორც პარტნიორ კომპანიებს, როგორებიც იქნება ავიაკომპანიები, სასტუმროს კომპანიები, სადაზღვევო და სხვა, ასევე შემოიყვანს რაც მთავარია ტურისტულ კომპანიებს და გააერთიანებს მთლიან ტურისტულ ბაზარს. Trop Voyage უკვე აქტიურია, თუმცა ჯერ პროცესების სატესტოა. ბაზარზე შესვლის სტრატეგია უკვე გაწერილია. როგორც კომპანიაში ამბობენ, იდეის გენერაციიდან ბრენდინგამდე, ტექნიკური არქიტექტურის შექმნიდან, პარტნიორებთან კომუნიკაციამდე, მთელი პროცესი მცირე რიცხოვანმა, მაგრამ მაღალ კვალიფიციურმა გუნდმა წარმართა. გიორგი პარიზმა შესთავაზა საზოგადოებაზე, ზოგადად ვისაც უყვარს მოგზაურობა, ეს საინტერესო შეთავაზება. ეს არის სიახლე, რომელიც მგონი რომ ძალიან წარმატებული იქნება საქართველოში, მით უმეტეს ეს სივრცე აერთიანებს ყველა ტურისტული კუთხით, ყველა ფრენები, მოგზაურობა, არჩევანი და შვიდად ხარ სახლიდან გავსვლას შეგიძლია ყველაფერი დაგეგმო მათთან ერთად. დღევანდელი დღე უკავშირდება ჩვენს ახალ ნახტომს, ახალ განზომილებაში და გვინდა მთელი ტურისტული სფერო გავაერთიანოთ. ნახოთ რა გამოვა, რა თქმა უნდა ისევ ჩვენივე პატივცემული სტუმრების და ჩვენივე მოგზაურების მხარდაჭერით. მადლობა სუხდი ყველას, რომ ნდობა გამოგვიცხადეს და შევეცდებით, რომ ეს ნდობა გავამართლოთ. თვეში 1000-მდე განხორციელებული ტური. ასე გამოიყურება ერთი ემიგრანტის ბიზნესად ქცეული იდეა, რომელიც დღეს ათობით დასაქმებულს და სერვისის სრულ ჯაჭვს აერთიანებს. 3 წლის წინ პარიზით დაწყებული ამბავი დღეს Trop Voyage-თან ერთად ევროპის მასშტაბით ექსპანსიას უმიზნებს. პლატფორმა რომ საერთაშორისო უნდა იყოს, ამაში დარწმუნებულები არიან და ზუსტად იციან, რომ ყველაფერი შეძლებადია. როგორც თავად ამბობს, იდეის მიმართ რწმენა გიორგი პარიზის წარმატების განსაზღვრელია, რადგან კარგად ახსოვს ერთ დროს, როგორ ოცნებობდა სამი პარტნიორი ტურისტული კომპანია მაინც ყოლოდა. დღეს კი დარბაზი ათობით მეგობარი კომპანიით გაივსო. ადამიანებით, რომლებიც თამამად აგზავნიან პარიზში მოგზაურებს და იციან, რომ იქ სანდო ხარისხიანი სერვისი დახვდებათ. Trop Voyage-ის განვითარების გზაც ასე ესახებათ. როგორც კომპანიაში ამბობენ, აქვთ ამბიცია, რომ ქართული ბრენდი საფუძველს სრულად ახალ ტურისტულ ეკოსისტემას ჩაუყრეს. იცით, როცა ესეთი ამბავი და შემართება, რაც აი ამ პლატფორმის მესვეურებს და დამფუძნებელს აქვს, ის ვერ ჩაივლის, მხოლოდ აი ამ არაჩვეულებრივი სიუჟეტის და ისტორიის ამარა, რომელზეც მარიამ იზორიამ, ლადო ცხადაიამ და ირაკლი ხიზანიშვილმა იზრუნეს. მეტი უნდა ვიცოდეთ იმ გზაზე, რომელიც გაიარა კომპანია გიორგი პარიზმა, ვიდრე Trop Voyage-მდე და რა თქმა უნდა გეგმები, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს გიორგი ციკუბაძის ამბიციის მწვერვალი არ არის. გიორგი უკვე BMG-შია, ის მოემართება ჩვენი სატელევიზიო სტუდიისკენ და მეც ვისაუბრებთ სწორედ მის ბიზნესზე და ახალ შექმნილ რებრენდირებულ პლატფორმაზე. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა და მოხარული ვარ. ძალიან სასიამოვნოა. განთავსდი გიორგი. მადლობთ. აბსოლუტურად გულწრფელად თქვის სიუჟეტთან დაკავშირებით და იდეაში სიუჟეტი, რომელიც Trop Voyage-ის წარდგენას მიეძღვნა, ბუნებრივად ვერ დაიტევდა ბიზნეს ისტორიის ერთ ნაწილს, რომელიც მინდა რომ იყოს გავხსნილი ჩვენ საუბარში.
მე მინდა რომ საქმიანმა საზოგადოებამ სწორედ დღევანდელი გადაცემიდან შეიტყოს როგორ დაარსდა და განვითარდა კომპანია გიორგი პარიზი. რამ გადაგაწყვეტინათ? მე ვიცი თქვენი პირადი საქმიანი ისტორიის ნაწილი. სად მუშაობდით, როგორ მუშაობდით პარიზში, საიდან გაქვთ დაწყებული, მაგრამ ეს მინდა გაიგოს თელმა საქმიანმა საზოგადოებამ და გისმენთ. გიორგი პარიზი უშუალოდ როგორც კომპანიის ჩამოყალიბება მარტივი არ ყოფილა. რა თქმა უნდა დავიწყე როგორც ერთმა ემიგრანტმა პარიზში, სადაც გულწრფელად ვიტყვი და ღია ვიქნები, პირველი მოძრაობა ჩემი რაც იყო, ეს იყო უნდა შემესწავლა ქალაქი, გადაადგილება, რა თქმა უნდა მჭირდება ტრანსპორტი და პირველი ავტომობილი როდესაც შევიძინე, კარგად ნახოთ ეს იყო Citroen Picasso, ფრანგული ავტომობილი 3000 ევროიანი, რომელიც იმ დროს ნასესხები ფულით ვიყიდე. რომ ეს ყველაფერი დამეწყო და დაიწყო ეს ყველაფერი ავტომობილში ღამეების სათენებით, მიზნების დასახვით, ქალაქის შესწავლით, ის რომ მინდოდა შემეთავაზებინა სრულყოფილი სერვისი აბსოლუტურად, სული ამ საკუთი განმარტებით და გაგებით ქართული ავტორიისათვის. და ამას მოყვა უკვე მიზნები, ფართო მიზნები, რაც უკვე დროპოიასთან არის დაკავშირებული. გიორგი, ჩემი ინფორმაციით თქვენმა ცნობადობამ და შესწავლამ პარიზისა და მისი ღირსშესანიშნაობებისა მიგიყვანათ გარკვეულ ეტაპზე იქამდე, რომ გიდათაც მუშაობდით სხვადასხვა ობიექტებზე. იყო რაღაც გამოცდილებები, მოკლედ, უშუალოდ ტურისტულ ჯგუფებთან გადაადგილებაში ვეხმარებოდით, თუმცა დღეს უკვე იმ მასშტაბიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ფიზიკურად შეუძლებელია, რომ პირადად ვიყო ჩართული და ვიღებდე მონაწილეობას. მაგრამ ეს გავლილი ეტაპია. რა თქმა უნდა, თითოეული ეტაპი პირადად მაქვს გავლილი იმ ტრანსპორტირების, გიდის სერვისის, დახმარების უშუალოდ თუ კი რაიმე ხდება ეხლა ჩვენი კომპანიის დახმარებით, ყველა ეტაპი მაქვს პირადად გავლილი და შესრულებული. რას გამოეხმაურა იდეა დროპოიაჟის შექმნის შესახებ? ანუ მე მოусმინე თქვენს პარტნიორებს, მე მოусმინე თქვენი გუნდის წევრებს, მინდა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ თქვენგან. რა ეტაპია დროპოიაჟი კომპანია გიორგი პარიზის და პირადად თქვენს ცხოვრებაში? დროპოიაჟი ჩემ ცხოვრებაში არ არის ეს როგორც მხოლოდ ბიზნესი ან ბიზნეს პლატფორმა, ეს არის ემოციური მხარე ჩემთვის და საკმაოდ დიდი მიზანი. და ეს გამოიწვია იმან, რომ ერთის მხრივ არ არსებობდა საქართველოში თამამად ვიტყვი და ამაყად, რომ პლატფორმა, რომელიც შევქმენით და რომელსაც ახლა ვავითარებთ. ამის ანალოგია არ არსებობს არა მარტო კავკასიაში, არამედ ევროპაშიც კი, სადაც ერთ სივრცეში თავისთავად ერთიანებს ყველა იმ სექტორს, რაც ტურიზმს ეხება. და ამავდროულად ჩემი ინტერესი ყველაზე დიდი რაშიც იყო ის, რომ მოგეხსენებათ, მე ემიგრაციაში ვიყავი და ძალიან რთულია ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, ბევრს აქვს ქართველს მოლოდინი იმისა, რომ ჩავა, იწყებს სამსახურს, მუშაობას, მაგრამ ესეთი მარტივი არ არის იქ. და მიმეცა შესაძლებლობა ქართველი, ასე ვთქვათ, მცირე მეწარმეებისათვის, ვინც არის გიდი, ვისაც აქვს საცხოვრებელი, რომელსაც აქ-იქ, ვისაც ყავს ტრანსპორტი და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს და შესაძლოა ენას კარგად ვიაფრობდეთ და ამის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ვერ ჩაატაროს ეს სერვისი, არა იმის შეფერხებები იყოს, მე მივცე საშუალება, რომ ქართველ თანამემამულეებთან უშუალოდ შესთავაზოს თავის მაღალი ხარისხის მომსახურება. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთ-ერთი ინტერესიც იყო ის, რომ ემიგრანტებს დავხმარებოდა გვერდში დავდგომოდი, გამემარტივებინა მათი ყოფა სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად გამოდის, რომ დროპოიაჟ არათუ ხდება საფრანგეთის და პარიზის გეოგრაფიას, არამედ ის დაფარავს მთელ ევროპას და თუ კლასიკური გაგებით ტურისტული სააგენტო, ეს არის სააგენტო, რომელიც ემსახურება დამკვეთებს, რომლებსაც სურთ კომფორტული მოგზაურობა, დროპოიაჟის შემთხვევაში მისი დნმ და საფუძველი აგებულია მათ შორის ემიგრანტებზე, რომლებიც მომრავლდნენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. დიახ, ზუსტად ეს არის რეალობა, რომ არ ითვალისწინებს მხოლოდ ერთ მხარეს და მხოლოდ იმ მომხმარების ტურიზმის მხარეს, რომ მათი კომფორტი იყოს უზრუნველყოფილი. ერთი მხარე არის ეს, რომ შევთავაზოთ ყველაფერი ერთ სივრცეში იყოს კომფორტული, მაგრამ გვაქვს მეორე მხარე, სადაც უშუალოდ ემიგრანტები და მოგეხსენებათ, არც ცოტა გვყავს სამწუხაროდ ემიგრაციაში ქართველები და მათ შევთავაზო ის პლატფორმა, რომელიც მისცემს მათ თავისი მცირე ბიზნესის თუ წარმოების ფუნქციონირების საშუალებას და ამავდროულად შექმნა ჯანსაღი ტურისტული გარემო საქართველოში, სადაც
ტურისტულ სააგენტოებს შეეძლებათ აღნიშნულ პლატფორმაზე თავიანთი პროდუქტის წარდგენით და სწორი შეფასებების საფუძველზე ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს. რაც აქამდე არ არსებობდა. Ბესმის. აი, ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა. დროპ-ვოიაჟის იდეა მოვიდოდა დაგროვილი ცოდნიდან, პრაქტიკული გამოცდილებიდან, იმ ცხოვრებისეული წლებიდან გამომდინარე, რაც თქვენ გაატარეთ. მეორეს მხრივ, დროპ-ვოიაჟი ეს არის ის განსხვავებული პლატფორმა, რითაც პოზიციონირებს, რომელიც განსხვავებული იქნება მათ შორის ევროპაშიც. რა არის იმ სერვისების და მიწოდების უნიკალურობა, რითაც დროპ-ვოიაჟი იქნება კონკურენტული მთელი კონტინენტის მასშტაბით? ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი რაც არის, რაც უკვე აღნიშნეთ, ეს არის რა თქმა უნდა ერთ სივრცეში აერთიანებს ფაქტიურად ერთი ფანჯრის პრინციპია. ერთი ფანჯრის პრინციპია, ერთ სივრცეში შეგიძლიათ რომ მიიღოთ ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ეს არის გამჭვირვალე, მარტივი, სწრაფი და საიმედო. სადაც 24/7-ზე ამავდროულად გააქვს კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მიიღო ნებისმიერი პირდაპირი დამატებით, ესე რომ ვთქვათ, კავშირი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ამავდროულად აქვე აღნიშნავ რომ სისტემაში იქნება ჩაშენებული AI, რაც საშუალებას მოგცემს რომ სწრაფ დროში თვითონ მომხმარებელზე მორგებული ტური თუ მოგზაურობა ნებისმიერი დაიგეგმოს და ავტომატურად აპლიკაციაც გვაქვს ამის უკვე და აპლიკაციის მეშვეობით notification-ების საშუალებით AI შეისწავლის მომხმარებელს, რომელიც პირობითად არის Fashion Week-ების სიახლოვე მოყვარული, მილანში წავიდა, შემდეგ პარიზში წავიდა, შემდეგ კიდევ რაღაც ჩვენებაზე. ამის შემდეგ სადაც იქნება უკვე სხვადასხვა, ვთქვათ, ფასაკლებები, ოფერები, ავტომატურად დააგენერირებს AI მისი მომხმარებლის ხასიათიდან გამომდინარე და უკვე გაუკეთებს შეთავაზებას. რაც ფაქტიურად ნიშნავს მოგზაურობის დაგეგმვას. კი. და ანუ ინოვაციური სისტემა გვინდა შემოვიტანოთ პარალელურად ახლა გადავდივართ და ამას იმავდროულად დროპ-ვოიაჟი და თქვენი კომპანია აბავს ფაქტიურად კონსიერჟის მსგავს მომსახურებას, რომელიც 24/7-ზე ყავს თქვენს დამკვეთს ხაზზე. ნებისმიერ თემაზე. ნებისმიერ საკითხში. ერთ-ერთ ბრიფში, რომელიც დროპ-ვოიაჟთან დაკავშირებით არსებობს, რომელზეც თქვენთან საუბრისას ვემზადებოდით, თქვენ თვლით, რომ დროპ-ვოიაჟი ეს არ არის მხოლოდ შექმნილი იმისთვის, რომ მან დააკმაყოფილოს ბაზარი. თქვენი ამბიციაა, რომ მან შეცვალოს ბაზარი. სრულიად გეთანხმებით, აქ მაქვს ამბიცია იმისა, რომ ერთი რომ შეცვალოს ბაზარი და შექმნას ახალი ციფრული პლატფორმა დღევანდელ რეალობაში, რომელიც საოფისე ოთახებს იმ გართულებულ მოძრაობებს, რაც მოგზაურობისთვის სჭირდებათ ადამიანებს, შეცვლის და გადაიყვანს მთლიანად ციფრულად და მეორეს მხრივ რისი დიდი სურვილიც მაქვს და რაც არის ჩემი ყველაზე დიდი მიზანი, რომ საქართველოს ამ კუთხით და ამ პლატფორმით თქვას თავის სიტყვა მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე და მსოფლიოში წარმოვაჩინოს საქართველოს და სწორედ დროპ-ვოიაჟის ლოგოც ამის ნაწილი არის და იდეაც ეს იყო, მაგითო შეიქმნა ესეთ ლოგო, რომ საქართველოს უნდა გავიდეს მსოფლიო მასშტაბებზე და ყოველთვის იმისთვის ვიბრძოდი, რომ საქართველოს უფრო და უფრო მეტისთვის მსოფლიოში ყოფილიყო ცნობილი, მიმზიდველი და საინტერესო. და ამ აპლიკაციის იდეაც და საიტისაც ამ პლატფორმის ზუსტად ეს არის, ამისთვის მუშაობ. ჩვენი საუბრის ბოლოს შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ როგორც გიორგი ციკუბაძემ პირადად მივიდა ბრენდამდე გიორგი პარიზი. როგორც გიორგი პარიზმა დაიმკვიდრა თავი საფრანგეთში და მის დედაქალაქში. დროპ-ვოიაჟი ადრე თუ გვიან აუცილებლად გაცდება ევროპის, ანუ აი ამ კონტინენტის ამ ნაწილს და მას აქვს გლობალური, ანუ მსოფლიო გეგმები. ასეა? დიახ, ნამდვილად. ანუ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ ახლა ვიწყებთ და წინ დიდი გეგმები გვაქვს. მუშაობთ მცირე გუნდით, მაგრამ გუნდით, რომელსაც აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები. ეს მხოლოდ დასაწყისია. გიორგი ციკუბაძე, კომპანია გიორგი პარიზის და დროპ-ვოიაჟის დამფუძნებელი, გიორგი მისი დირექტორიც გახლავთ. მე მას მინდა მადლობა გადაუხადო, რომ ეწვია BMG-ს კვირა დღეს და გაგვიზიარა სიახლეები თავის ბიზნეს კომპანიაში და ვიდრე მას გავაცილებთ, მოდი გავაგრძელოთ მოგზაურობაზე საუბარი ჩვენ სატელევიზიო არხზე, მით უმეტეს დარწმუნებული ვარ ამ ამბით დაინტერესდებიან
ჩვენი შემდეგი რესპონდენტებიც ძალიან საინტერესოდ ვითარდება სადაზღვევო კომპანია Wiser-ის ერთობლივი რუბრიკა Advisory. საკმაოდ კარგი მიგნება ჰქონდა რუბრიკის თანაწამყვანს და ავტორს. იმავდროულად კომპანია Wiser-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძეს, რომ მოგვეკითხა, როგორ იმართება რისკები მოგზაურობაში და სასტუმრო ბიზნესში და მოგზაურობისას. რესპონდენტებით ჩინებული მონიშნა, სოსო ნებიერიძეს იცნობს ყველა, იგი YouTube-ზე საკუთარ არხს მართავს სახელად Soso Around the World. ანუ სოსო ნებიერიძე მსოფლიოს გარშემო და მგონი უკვე პლანეტის 80-მდე ქვეყანასაც ეწვია. ამ ჯერზე სოსოსთან ერთად სოფო ლებანიძემ და მეც იქვე ვესტუმრეთ თბილისის გამორჩეულ და მშვენება სასტუმროს თბილისი მარიოტს. ჩვენი მასპინძელი ამ სასტუმროების გენერალური მენეჯერი ალეკო კვარაცხელია გახდათ, რომელმაც თბილისი მარიოტთან დაკავშირებით ყველა ისტორიის და თავად სტუმრობის ყველაზე გამორჩეული კარი გახსნა. დანარჩენს ჩვენს სიუჟეტში ნახავთ. მე მგონი ჯობია რომ შევიდეთ და გვიმასპინძლოს ალეკო. შევიდეთ. ალეკო გამარჯობა. სოფო გამარჯობა. სოსო მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება თბილისის პერიოდში და ძალიან მოხარულები ვართ რომ გამონახეთ რო და საშუალება რომ ჩვენი სტუმრები იყოთ. მომეცით უხლება რომ უდიდესი მადლობა. მასპინძლობისთვის ალეკო. პირიქით. სოსოს დიდი მადლობა რომ გსტუმრობს და ძალიან საინტერესო ამბავი არის შემდეგი, რომ კონცეფცია ჩვენი დღევანდელი შეხვედრის და მსჯელობის არის შემდეგი, რომ ორი უძირფასესი სტუმარი ხართ. სოსო და ალეკო. ალეკო, რომელიც ძალიან დიდი პასუხისგებლობით და სითბოთი ემსახურება მასპინძლობის ბიზნესს, სტუმარმასპინძლობის ბიზნესს და მისი ძირითადი საქმიანობა არის სტუმრების დახვედრა. და მასპინძლობა. აბსოლუტურად. სოსო არის ადამიანი, რომელიც სულ სადღაც იმყოფება სტუმრად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოგზაურობს. ანუ კი. ალეკო, შენ ხვდები, სოსოს ვიღაცა სხვაგან ხვდება და ამიტომ მოდით ვისაუბროთ რისკებზე, საინტერესო თავგადასავლებზე, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერში საინტერესო. რა არის მოგზაურობის რისკები, რა არის სტუმარმასპინძლობის რისკები და ვიმსჯელოთ ყველაფერ საინტერესოზე. მე მგონი რომ რაღაც საინტერესო საუბარი გამოგვივა. კი ბატონო, მეც ეგრე მგონია. სოსო თქვენ იმდენ ადგილას ხართ ნამყოფი და თქვენ გადაცემებს რო ყურებთ საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ფიქრობ ეს პატარა ნიუანსის თქვენს გადაცემებში და სოფოსთვის კიდევ ფიქრობ მომავალში აი სადაზღვევოსთვისაც საინტერესო იქნება, მაგრამ თქვენ როგორც გახსოვთ ეს შენობა თავის დროზე ეწოდებოდა Majestic და აშენდა 1915 წელს. უკვე 100 წლის იქნება და მე მგონი საქართველოს ერთადერთი შენობა, რომელსაც აი ამ ხელა დიდი ისტორია გააჩნია. 100 წლის არის. ჩვენ ყველანი ამ ქალაქში ცხოვრობთ, მოღვაწეობთ და ვიცით რომ იყო ესეთი პერიოდი, როდესაც სამოქალაქო ომი იყო. და ეს შენობა სრულად დაინგრა. მე გიჩვენებთ კიდევაც მაგ სურათებს და უკვე შემდეგში GMT სასტუმროები ვისიც არის ფლობელობაში გადაწყვეტეს რომ ხელმეორედ მიეცათ მეორე სიცოცხლე. როდესაც შენობა მიმდინარეობდა, შემთხვევით ერთ-ერთმა შრომელმა კაცმა ხელოსანმა აღმოაჩინა ეს პატარა გასაღები. პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ისტორიის მატარებელი გასაღები. სრულად გეთანხმები. 350 აწერია და ეს იყო იმ დროს, რომლითაც იღებოდა კარები 350. და ეს გასაღებიც არის 100 წლის. ესეთი პატარა რელიკვია გვაქვს, რომელიც კიდევ ერთხელ უჩვენებს, რა ძველი არის, რა მნიშვნელოვანი არის და რამდენი ხანია ეს სასტუმრო, ეს მსახურება სტუმრებს, თქვენაირ საინტერესო სტუმრებს ღებულობს, აცილებს. ასე რომ არის საკმაოდ კარგი რელიკვია, რომელიც უკვე 100 წელს ატარებს და მიმედია რომ კიდევ ბევრ 100 წელს გაატარებს. ეს გასაღები მე მგონი ძალიან ბევრ საინტერესო ამბავსაც ინახავს თავისთან და ბევრ სასაცილოს და ასე შემდეგ. გახსოვს რამე გამოცდილება, რომ ასეთ სივრცეში GM-ი დაგხვდა და ასეთი საინტერესო გასაღებით გიმასპინძლა. ერთხელ მქონდა ეგეთი გამოცდილება, ოღონდ გასაღებით არავის არ იმასპინძლია. ესეთი საინტერესო ისტორია არ მოუყოლიათ. მე ვფიქრობ, რომ თბილისში ერთადერთი სასტუმრო, რომელსაც ესეთი განწყობას ქმნის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენებს ჩვენი ქვეყნის კულტურას და
1915 წლიდან მოყოლებული დღემდე რო ფუნქციონირებს, რომელსაც აქვს საშუალება სტუმრები მიიღოს, ბევრ ადამიანს აღთქმანებაში მოყავს. ამ სასტუმროში არის ნამყოფი ბევრი ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბუში. ეხლა გვექნება საშუალება ის ოთახიც მოვინახულოთ, სადაც იყო თავის დროზე. პროფესიულ საქმიანობაში, როდესაც ალეკო შენ აი ამხელა დიდ საქმეს უტევ და ყოველდღიურად მართავ. რა არის ის საინტერესო გამოწვევები და რისკები, რაც ასე ვთქვათ, შენი გამოცდილებით საინტერესოა. მაგრამ მეორე მხრივ კიდე პატარა თავგადასავალშიც გამოგზაურებს. ცი როგორ არის, რომ შენ სწორად აღნიშნე, მე ვიტყვი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უფრო არის გუნდი. მარტო ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ვერაფრის მიღწევას თუ კარგი გუნდი არ აქვს. გუნდური თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სოსო დამეთანხმება მოვდროულად, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული არის ეს მასპინძლობის სფერო ჩვენ და სტუმარ მასპინძლობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ შენ ძირითადად არ ყიდი და არ თავაზობ ოთახებს, შენ ემოციებს თავაზობ ადამიანს. ემოციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კაი, სტუმრების ემოციები დავაზღვიოთ? რთული არის. მე ვიტყვი გულწრფელი იქნება შენთან, რასაც მე ვფიქრობ, ვერც სტუმრების და ვერც თანამშრომლების გრძნობებს და ემოციებს ვერ დავაზღვევ. დავაზღვევ ყველაფერს, შენობის დაზღვევა შეგვიძლია. შეიძლება ყველაფერი იმნივთის, თუმცა დღევანდელ დღეს სადაზღვო ყველაფერს აზღვევს. მაგრამ აი ეს სულისკვეთება, რაც აქვს ამ ჩვენ სფეროს და დიდი დამსახურება აქვს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ უდაოდ მერიოც თავისი ქსელით, იმიტომ რომ მთელი სწავლებები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, ამავდროულად ხაზს გაუსმევდი, რომ ჩვენი შინაგანი ქართული სტუმართმასწავლებლობა არის მნიშვნელოვანი. სოსო, იცი შენ ჩვენი კომპანიის ახალი ბრენდის კონცეფცია, რომ შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს. და ზოგადად გამბედაობა ყველა საქმეს სჭირდება, მაგრამ მე მგონი მოგზაურობას განსაკუთრებით. რა არის ის გამბედაობის ალღო და რა გამბედაობა სჭირდება იმას, რასაც შენ საქმიანობ. იმიტომ რომ სულ სადღაც მიდიხარ, სულ თავგადასავალს ეძებ, სულ რაღაც ახალი და საინტერესო უნდა აღმოაჩინო. ზოგადად ხო, ყველაფერს სჭირდება გამბედაობა, თუმცა აი მე ვინც ვარ და რაც ვარ დღეს, გამბედაობა მომიყვა აქამდე. და ყოველი ახალი მოგზაურობა უფრო მეტად ვცდილობ, რომ უფრო მეტად ექსტრემალური იყოს, უფრო მეტი გაბედულობა იყოს საჭირო და არ მაქვს რა, შიშის შეგრძნება არ მაქვს. რისკები არის, თუმცა არ უშინდები და ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებს, იმიტომ რომ ეს პროცესი სიამოვნებს, რაც ვაკეთებ. შეიძლება ერთი ამბავი ვთქვა, როდესაც სოსო გავიცანით, მაშინ გეგმავდა კორეაში მოგზაურობას და დავაზღვიეთ სოსო. ხო და ჩვენი მხრივ იყო გამბედაობა, რომ სოსოს ვაზღვევთ, თან ვაზღვევთ სოსოს კორეაში. ჩრდილოეთ კორეაში. კი ბატონო, ჭკა მადლობა დაზუსტებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დაზუსტება და არ დამავიწყდება კომენტარი სოსოს პოსტზე, რომ რა დაგაზღვიესო ასეო, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა გაბედეო, ხო? ასე რომ ეს გამბედაობა მართლა საინტერესოა და გამბედაობა აღმოჩენებთანაც დაკავშირებულია? კი, რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტად გამბედავი იქნები, მეტად საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენ. ზოგადად ცხოვრებაში, სანამ მოგზაურობაში. გადმოვინაცვლეთ კიდევ უფრო საინტერესო სივრცეში და მე წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბავი გველის, მე მგონი რაღაც ესეთი ოთახის კარი გაიღება რაღაც. საკმაოდ როგორც მე ვთქვი, რომ მქონდა ესეთი პატივისცემა და პატივი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ გვემასპინძლა მისთვის და ეს ადამიანი თავის თანხმობის პიროვნებებით ცხოვრობდა აი ამ სართულზე, კონკრეტულად ერთ-ერთ ოთახში, რომელიც არის ჩვენ გოგორის საპრეზიდენტო ოთახი და 604-ში მას მოუწია გაჩერება. და როდესაც ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, ეს იყო ძალიან დიდი ამბავი, დიდი პატივი და რა რისკი ჩამოიტანა შენთან სტუმარმა. და საერთოდ სტუმარს რამე რისკი მოაქვს? არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტია თუ არა.
ისეთ კითხვას მისვენ რომ ცოტა უხერხულობო პრეზიდენტთან მიმართება შევეტყვი რომ რისკები მინიმალური იყო, იმდენად კარგად იყო სადაზღვევო კომპანიის მიერ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად სერვისი მიწოდებოდა. ზოგადად რასაც შეეხება შენ კითხვას, ეს კარგი კითხვა არის და დიდი მადლობა. ყველა სტუმარი ვინც ჩამოდის, რისკი არის. და რა რისკთან აქვს ახლა საუბარი რა. შენ შემთხვევაში თუ შენ წინასწარ არ იცი, აი ეს 604 არის, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ დაბლ.ბიუში გაჩერდა ჩვენთან და ესეთ რელიკვიად ვინახავთ. ესეც მე ცალკე ისტორია არის, რომ ბევრი ხალხი მოდის ოსო და გთხოვენ რომ აი ამ ადგილას გადაიღონ სურათი. რაც შეეხება შენ კითხვას, იცი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სტუმრის კმაყოფილება მივიღოთ. ხო. რისკი არის, როგორ უნდა გააკეთო ეს? ანუ რისკი არის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მარიოც აქ ძალიან კარგი პროგრამა, ესე ვიტყვი, და დიდი ისტორია დგას ამ GXP-ს ვეძახით ჩვენ ენაზე, რომელიც აქ ამერიკაში დარჩენილი სტუმრის შესახებ გაქვს ინფორმაცია. მაგალითად რისკი არის თუ ის არის ალერგიული რაღაც საკვებთან მიმართებაში. შენ წინასწარ იცი, ამავდროულად კიდე გვაქვს და სოსოს უნდა ვკითხო მე რომ ბონვოს წევრი არის თუ არა. მგონი რომ არ ვარ. უნდა გაგაწევრიანოთ. აი ესეთი რისკებისგან დაცული იქნება. ანუ ის კრიბავს ინფორმაციას სტუმარს შესახებ. თქვათ იგივე კვებასთან მიმართებაში არის თუ არა რისკები. მეორე ამავდროულად არის მას რა მოსწონს. ზოგიერთი სტუმარი ყავს, რომელიც ითხოვს რომ თქვა საძინებელში მინდა რომ 6-7 ბავშვი ქონდეს. მისი კომფორტი ზონა არის. შენც არ აზღვევ ესე რომ თქვა რისკებს და უქნე ზუსტად რომ მაქსიმალურად კმაყოფილებას ვაზღვევთ და მაქსიმალურად კმაყოფილებას და კმაყოფილებას. სოსო, შენი აზრით რა რისკები ჩაგაქვს სადღაც სადაც მიდიხარ? ეს მოლოდინია და კმაყოფილება თუ კიდე რამე სხვა არის? რისკები განსხვავდება იმის და მიხედვით სად მიდიხარ. ყველა ქვეყანას განსხვავებული რისკები აქვს. თუმცა პირადად მე დიდად არ ვაკვირდები და არ ვფიქრობ რისკებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი სადაზღვევო კომპანია მიდგას გვერდით და მოკლედ უპრობლემოდ მოგზაურობ მიუხედავად რისკებისა. შენ რომ რისკების გეშინოდეს, ამდენს არ იმოგზაურებდი, ხო? ეს შეიძლება ითქვას კი. მე ბოლო ნაწილს მოусმინე მარტო ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. არ გავუშვებდი შანს ხელიდან რომ მე-6 სართულის ამ ისტორიულ ოთახში არ გავჩერებულიყავი მსგავსად ჯორჯ უოკერი აღარ გამოგწელებია. მაგრამ გარდა ამ მე-6 სართულის ოთახისა, ალეკომ ძალიან საინტერესო ამბავი მოგვიყვა გასაღებს. ვიცი, გასაღების ისტორია, რომელიც მე არ ვიცი. ფანტასტიკურად ამშვენებს მაჯესტიკის თბილისი მარიოტის ბოდიშბატონ ალეკო შემოსასვლელს, სადაც ყველა ნებისმიერი ვინც გადაადგილდება პარნასისკენ ან რესტორნისკენ, ხვდება ამას, ხო? აბსოლუტურად გეთანხმები გიორგი და კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია რომ აღნიშნე წინათაც და ხშირად ვიტყვი პირდაპირ გულწრფელად რომ გარდა იმისა რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მე შენ ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს და გულწრფელი ვიქნები რეკლამაში არ ჩამითვლით, რომ ყოველი დილა ჩემი სამუშაო დღის იწყება თქვენი გადაცემის ყურებით. სოსო, შემდეგი მოგზაურობა საით გვაქვს? შემდეგი მოგზაურობა მე-7 კონტინენტზე. ანტარქტიდა. ანტარქტიდა. სერიოზული განაცხადია. ძალიან. ქართული YouTube-ზე ჯერ მსგავსი კონტენტი არ დადებულა და არა, თქვენგან ბევრი მიმართულებიდან არ დადებულა ანალოგის. მაგალითად კორეა, როდესაც შემისწორეს რომ ჩრდილოეთი. ჩრდილოეთი. არა, ეს ის შემთხვევაა, როცა შესწორება საჭიროა. აუცილებელი იყო. მან ეხა არ ვიცი, მან რა უნდა გადაგაზღვიოს, რაც მოახერხეთ, როცა იღებდით ამას ყველ არ შექმნილა, ხო საერთოდ? არა, ხო, თუ წესებს დაიცავ, რასაც გეუბნებიან, პრობლემა არ შეგექმნება. მე-7 კონტინენტზე რაიმე გადასაზღვევი გვაქვს თუ? მე მგონია, რომ თლად ისეთი სახიფათო არ არის, როგორც ჩრდილოეთ კორეა. ასე. ხო.
ნახოთ რა. ქართველების ფეხი ნაყოფია, ბევრია. ალბათ ბევრი იქნება. ბევრი იქნება. ეს ტურები რო არის, ხო, სპეციალურად. გადაღებით არავის გადაუღია. სოფო რა მოიტოვეს ასაუბროთ ბოლოს? საბოლოო ჯამში რისკს ყველა თავის დარგში და თავის საქმიანობაში სხვადასხვაგვარად აფასებს და ძალიან საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე რისკთან მიმართებით. განსაკუთრებით ძალიან მენიშნა ალეკოს მოსაზრება, რომ რისკს მაინც უყურებს როგორც ემოციას, ხო? იმიტომ რომ და ეს ემოცია არის ის ნაწილი, რასაც ალბათ ვერ დავაზღვით. თუ დავაზღვით. არა, ის სიმართლე რო თქვა, მგონი ძალიან რთული იქნება. qalbi სიყალბე ყველა საქმეში არის ძალიან რთული და მით უმეტეს თუმცა მათმისლობის თვალსაზრისით არის ძალიან თვალსაჩინო. აი ეს სოსოს დამეთანხმა რომ პირველი ღიმილი შეხვედრა გრითინგის ასაჩვენო სახით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კეთილგანწყობა აი ამას ბუნებრივია, მაგას ვერ დაასხვა. და კიდე დავამატებ იმას, რომ ეგ ღიმილი არ უნდა იყოს ყალბი. ხო, აი მაგის თქმა მინდოდა. გრძნობა რა ადამიანი, მაინც გრძნობა. ყალბია თუ რეალურია, მაგას გრძნობა. მე გრძნობა. ხო, და ამ სფეროში რომ მოღვაწებ, სრულად გეთანხმები, ეს ბუნებრივია. ამიტომ არის ძალიან დიდი მუშაობა არის მერიოტის მხრიდან, რომ როგორ უნდა მოხდეს და სწორ პერსონაჟებსაც არჩევენ აქ, რომ ვინ უნდა იდგეს რისეფშენში, როგორ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამავდროულად იცი რა არის უფრო ძალიან რთული, რომ ამის დაზღვევა შეგიძლია. თქვათ, რომ სტანდარტებს მიყვე. შეხვედრა, თვალით, შემდეგ რამდენ ხანში უნდა ჩააჩეკინო, როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ემოციას ვერ დაასხვა. შეიძლება ერთი საინტერესო მიგნება ვთქვა, აი შენ მსჯელობას რო გავყვე რეალურად გამოდის, რომ სტუმრა მასპინძლობის ბიზნესში პროცესი არის სიზუსტე და ამ სიზუსტეს თუ გაყვები რისკი არ გაქვს და შესაბამისად აღწევ იმ შედეგს, რომ სტუმარი კმაყოფილია და აი ეს ცუდი განწყობის რისკის გაბათილებას აკეთებ, ხო? მაგრამ რეალურად ეს რომ გადავთარგმნოთ ჩვენი დაზღვევის ნაწილში, ხო? ჩვენ რეალურად პირიქით იმისთვის ვართ, რომ ადამიანებს რაღაცა უნდა შეეშალოთ, განზრახან უნებლიეთ და მათი შეცდომები უნდა დავაზღვიოთ. ხო? და ჩვენ შესაბამისად კიდევ ვუბრუნდებით იმ სლოგანს, რა, რომ შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს. გაბედე, რაღაცები შეგეშალოს, შეგიძლია ცოტა პროტოკოლსაც გადაუხვიო ოპერირებაში, მოგზაურობის წესები რო გვაქვს, რაღაცა რო ისი არ უნდა გავაკეთოთ, ხო? არსებობს მოგზაურობის წესები? არის რაღაც წესები კი. ისე რა უფრო დიდი რისკია მოგზაურობაში? დაზღვევა რომ არ გქონდეს თუ პასპორტი. რა უფრო მნიშვნელოვანია პასპორტი? პასპორტი. გასულ კვირას გავხდით ბათუმში. უბრალოდ ამ კვირის დასაწყისში, სადაც ჩემი აზრით სრულიად ახალი სერვისების ერის დასაწყისის თანამონაწილენი გავხდით საქართველოში, მოღვაწე საქმიანი საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით იწყება ეს სერვისების მიწოდება უკვე ფაქტია ბიზნესებისთვისაც, თან განურჩევლად მისი ზომის ამსხვილია ბიზნესი მცირე თუ საშუალო. სრულიად ახალი მომსახურების ერა, რომელსაც სხვა შორის დასაბამი 16 წლის წინ მიეცა სოლოს ბრენდის დაარსებით და ბაზარზე შემოსვლის სახით. ამჯერზე კი საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურება სოლო ბიზნეს წარადგინა. ორი სიტყვით შესავალშივე გეტყვით, რომ სოლო ბიზნეს საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა. იდეაში სპეციალურად და აქცენტირებულად საშუალო ზომის ბიზნესებისთვის მორგებული. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სერვისებს და რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს, სადაც ერთ საუცხოოდ მოწყობილ სივრცეში არის ყველაფერი თავმოყრილი, რაც თქვენს საქმიან და პირად კომფორტსაც უზრუნველყოფს. საწყის ეტაპზე მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის სოლო ლაუნჯია, ხელმისაწვდომი, რომელიც მელიქიშვილის 5-სა და რუსთაველის ქუჩის 53 ნომერის კვეთაზე მდებარეობს. ახალ ლაუნჯზე სოლოს გუნდმა იტალიურ სააგენტო დინთან ერთად იმუშავა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ინტერვიუსთვის სპეციალური შეთანხმება გქონდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ეთუნა ირემაძესთან და თორნიკე კუპრაშვილთან, რომელიც საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელია. ყველაფერი დანარჩენისთვის ისინი საუკეთესოდ გადმოსცემენ ახალი სერვისების დანიშნულებას და ერთგვარ ნაკრებს, მოდი ესე ვიტყვი, სერვისებისა, რომელსაც იტევს სოლო ბიზნესი და გეგმებს, რომლის მხოლოდ დასაწყისია ბათუმის ეს არაჩვეულებრივი სივრცე. საქართველოს ბანკი სოლო მომსახურების მიმართულებით სრულიად საეტაპო ტრანსფორმაციას აანონსებს. საუბარია სოლო ბიზნესის სრულიად განსხვავებულ სივრცეზე, რომელიც ბათუმში გაიხსნა. მაყურებელი ახლა თვალყურს ადევნებს ამ კადრებს, თუმცა ამ არაჩვეულებრივი სივრცის გარდა, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ შინაარსზე და დანიშნულებაზე საქმიანი სივრცისა, რომელიც სპეციალურად სოლოს კლიენტებისთვის გაიხსნა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისთვის ეთუნა ირემაძეს და თორნიკე კუპრაშვილს, რომ არიან ჩვენთან ერთად. გამარჯობა. სალამი გიორგი. მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა რომ გვასმენძლობთ აქ და ესეთ ლაუნჯი ეთუნა რას მახსენდება, არაერთი იყო და თან არც იყო, იმიტომ რომ მაინც სრულიად განსხვავებულია, ძალიან აგაფრთოვანებს რო იტყვიან. მაგრამ რეალურად რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, უფრო ალბათ საინტერესოა მაყურებლისთვის რომ ვისაუბროთ თავად კონცეფციაზე. რატო შეიქმნა ის და რასთან გვაქვს ახლა საქმე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დღეს ბათუმში გაიხსნა სრულიად ახალი კონცეფციის ლაუნჯი და ეს არ არის მხოლოდ დიზაინის ცვლილება. ეს არის მთლიანად ფორმატის ცვლილება სოლოსი. და ბათუმი არ შეირჩა შემთხვევით, დავიწყეთ ბათუმიდან, იმიტომ რომ თვლით რომ ბათუმი არის მომავლის ქალაქი. და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ასეთი სტრატეგიული მიმართულება არის ინოვაცია, რეგიონალური განვითარება და რაც მთავარია მომხმარებლების საჭიროებებზე ფოკუსირება. 3 წლის განმავლობაში, აქედან 2 წელი ვმუშაობდით კონცეფციაზე იტალიურ კომპანია დინთან ერთად. ეს კომპანია შეირჩა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დინი იყო, ვინც რეალურად პირველად შექმნა სოლო. და მათ გარეშე განახლებას ვერ გავბედავდით. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიახლე იქნება როგორც რეგიონისთვის და ბათუმისთვის, მთლიანად საქართველოსთვის. 16 წლის წინ სოლოს შექმნით ქვეყანაში ახალი პერსონალური საბანკო მომსახურების კულტურა შეიქმნა. ვიტყოდი და ეს არ იყო მხოლოდ საბანკო პროდუქტების შეთავაზება. ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა ცხოვრების ახალი სტილი, ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, რაც სოლო აძლევს ჩვენს მომხმარებელს, ეს არის გაბედვა და ახლის აღმოჩენა. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ვფიქრობდით, რა შეიძლება ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი, რომელიც პირველ რიგში, როგორც აღნიშნა, იქნებოდა ფოკუსირებული მომხმარებლის საჭიროებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტიურად დღეის მდგომარეობით სოლოს ყავს 200,000 მომხმარებელი, უკვე ძალიან რთული იყო მხოლოდ ერთი ფორმატით მომსახურება. სოლოში გაჩნდა ქვესეგმენტები ამ 200,000 მომხმარებელში, ანუ არის სოლო X, რომელიც არის ძირითადად უფრო დიჯიტალ მომხმარებელი, არის სოლო პრემიუმი, რომელსაც ყავს უკვე პერსონალური ბანკირი და არის სოლო კლუბი, რომელიც არის სეგმენტი, ასე ვთქვათ, სოლოსა და ველს შორის. და სწორედ ეს ახალი ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ ეს სამივე ქვესეგმენტისთვის იყოს შესაბამისი ადგილი, შესაბამისი მომსახურების სივრცე და სოლო კლუბისთვის გამოიყო ცალკე სივრცე, რადგან ძირითადად უფრო სტრუქტურიზებული პროდუქტებია მათთვის მნიშვნელოვანი და საინვესტიციო პროდუქტები და აქედან გამომდინარე ეს ცალკე განკუთვნილი სივრცე ბევრად უფრო კომფორტულია რჩევების მისაღებად და სხვადასხვა საკითხების განსაზღვრავად. მეორე მხრივ სინერგია რას მოიტანს თქვენი დაკვირვებით და წინასწარი მოკითხვით ბიზნესებისთვის, ვისთვისაც ეს იქნება და რეალურად რა გამოვა საბოლოო ჯამში
ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის, რომლებიც გახდებიან აქაურობის ბენეფიციარები და თქვენი პარტნიორები და კლიენტები. სწორედ აღნიშნეთ, გიორგი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე ამ ფორმატის არის ის, რომ შეიქმნა სივრცე, სადაც სოლო შეხვდა ბიზნესი. ეს გულისხმობს იმას, რომ დღეის მდგომარეობით, როდესაც უყურებთ ამ საჭიროებას და რისთვის დადიან ჩვენი მომხმარებლები ბანკში და უშუალოდ ფიზიკურ სივრცეში, არის ის, რომ ძალიან გადაკვეთილია უკვე პირადი და ბიზნეს საჭიროებები. აქედან გამომდინარე, თორნიკესთან ერთად და დინთან ერთად უკვე დავჯექით, რომ უკვე ახალი სერვისი შემოსულიყო სოლოში და ეს ყოფილიყო სოლო ბიზნესი. და ეს შეიქმნა სივრცე, როდესაც ჩვენი სოლო მომხმარებლები, რომლებიც არიან დამფუძნებლები ან დირექტორები სხვადასხვა კომპანიების, ერთ სივრცეში მიიღებენ ამ მომსახურებას და თანამშრომლების ფაქტიურად საერთო გვეყოლება. და მეორეს მხრივ ბანკისთვის სუფთა შიდა კორპორატიულიდან გამომდინარე, კიდევ ტიპიურად სხვა სინერგია იკრება, როცა სოლოს მიმართულების და ბიზნეს მიმართულების თანამშრომლები ერთად ქმნიან რაღაცა მნიშვნელოვან პროდუქტს. ეს იქნება როგორც თანამშრომლების სინერგია, ანუ ეს არის უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა იმ კუთხით, რომ რეალურად ეს ჯვარედინგ გაყიდვებს, რასაც ვეძახით, ეს იქნება აქ ძალიან ბუნებრივი უკვე, იმიტომ რომ თანამშრომლებისთვისაც და თავად მომხმარებლებისთვისაც. 16 წლის წინ დაწყებული ისტორია სრულიად სხვანაირად გრძელდება და ტრანსფორმაცია ამ ყველაფრის ბიზნესთან მოდის შეხებაში, როგორც ეთუნამბძანა 200,000 მომხმარებლიდან გამომდინარე უკვე მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიზნესის სეგმენტი გაჩენილიყო. შეგვიძლია თუ არა უკვე დადასტურებულად ვთქვათ, რა ტიპის სერვისებს მიიღებენ თორნიკე სოლო ბიზნეს ლაუნჯის მომავალი მომხმარებლები. ამ სივრცეში ბიზნესები მიიღებენ ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს, რასაც საქართველოს ბანკის გუნდი ქმნის ბიზნესებისთვის. ამასთან ერთად ამ სივრცეში მომხმარებლებს დახვდებათ, მათ დამფუძნებლებს, მათ მმართველებს, დირექტორებს, გადაწყვეტილებების მიმღებებს დახვდებიან ბიზნეს სპეციფიკაში კარგად გათვითცნობიერებული ბანკირები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მომხმარებლების საჭიროებებზე. ამ სივრცეში მომხმარებლებს ექნება თვითონ შესაძლებლობა, რომ გააზიარონ გამოცდილება ერთმანეთს შორის, გააღრმავონ ურთიერთობები, რაც კიდევ დამატებითი წინაპირობა არის იმისთვის, რომ კიდე ახალი ბიზნეს შესაძლებლობები გაჩნდეს. ბანკის კვლევებში, გალტენ ტაგარტის ხვების კვლევებში, რასაც ბრიფებს ვეცნობი და ეთუნამაც თავის გამხსნელ სიტყვაში ბრძანა ბათუმის მნიშვნელობა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ეპიცენტრი და ეკონომიკური აქტივობისა, რაც აიხსნება, რატომ იწყება ეს ყველაფერი ბათუმიდან. თქვენი პოზიცია ბათუმთან დაკავშირებით და რა გეგმები არის სხვა ქალაქებთან მიმართებით? ბათუმიც და აჭარაც ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად გახდა ლიდერი ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით. ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ია კონტრიბუცია მთლიანად აჭარის რეგიონის, ასევე ურბანიზაციაც საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს და ხედავთ, რომ ბათუმის ფართობი, ასე ვთქვათ, იზრდება წლიდან წლამდე და ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ბიზნეს აქტივობის წინაპირობა არის. ჩვენი დაკვირვებით ასევე მზარდი არის საშუალო ბიზნესების რაოდენობაც ბათუმში. ყველაზე აქტიური სექტორები, რომ გამოვყოთ, ალბათ არის ვაჭრობის სექტორი, უძრავი ქონების, ტურიზმის და მშენებლობის მომიჯნავე სექტორები, იმიტომ რომ უფრო მეტად აქ არიან საშუალო ზომის ბიზნესები აქტიურები და სწორედ აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ არის მზაობა ბათუმიდან დავიწყოთ პრემიალური ბიზნეს საბანკო მომსახურების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის წარმატებული მაგალითის საფუძველზე მალევე ვიფიქრებთ უკვე შემდგომი ადგილების დამატებაზე სხვადასხვა ქალაქებში. ნახეთ, ერთის მხრივ თქვენთან და ეთუნასთან არა, მაგრამ თქვენ კოლეგებთან მომიწია ურთიერთობა ციფრული სერვისების მიმართულებით უზარმაზარ აღიარებებზე, განსაკუთრებით ბოლო კვირაებში. და ეს არ იყო მარტო რეგიონის მასშტაბით, საუბარია სოფლიო დონის ბრენდების აღიარებაზე, რომელშიც ძალიან ავტორიტეტული მედიები არიან ჩართულები. და მეორეს მხრივ ვიღებთ სრულიად ახალი კონცეფციის ფიზიკურ სივრცეს. ანუ აქ ჩემი კითხვა ეხება რა საჭიროებებს პასუხობს აღნიშნული სივრცის შექმნა. ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ბანკისთვისაც, საქართველოს ბანკისთვისაც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
ამ მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი არის სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებები და ჩვენი გუნდები მუდმივად მუშაობენ ტექნოლოგიური სიახლეების და საერთაშორისო პრაქტიკების ადაპტაციაზე და მოხმარებლისთვის შეთავაზებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის აღიარებები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ბანკის სერვისები პოულობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის მიღმაც. თუმცა მეორეს მხრივ საშუალო ბიზნესებს აქვთ უკვე კომპლექსური საჭიროებები, რომლებსაც მხოლოდ ციფრული მომსახურება ვერ ფარავს და საჭირო არის ესეთი tailor-made მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება მოხმარებლებისთვის. და ასევე მნიშვნელოვანი არის მათთვის კარგი რჩევა იმისთვის, როგორ განავითარონ ბიზნესი. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ კარგი ექსპერტები, საუკეთესო ექსპერტები, გამოცდილი ბანკირები, რაც კი ყავს მთლიანად რეგიონში, კონცენტრაცია გაგვეკეთებინა აქ და როდესაც მომხმარებელი ხდება სოლო ბიზნეს ნაკრების გამომწერი, მფლობელი, მათ ექნებათ უცლობა ასეთ რჩევებზე, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე და ეს არის პასუხი ზუსტად იმ საჭიროებებზე, რაც საშუალო ბიზნესებს ყოველდღიურად უდგებათ. რა დაკვირვების შედეგია ის სერვისები, რომლის ჩამოთვლასაც ახლა გთხოვთ, რომ მიიღებენ სოლო ბიზნეს ლაუნჯის მომავალი ბენეფიციარები? სოლო ბიზნეს ნაკრები მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, პროდუქტებსა და სერვისებზე, რასაც საქართველოს ბანკის გუნდი თავაზობს მომხმარებელს. ამაში შედის როგორც საერთაშორისო გადარიცხვები, ადგილობრივი გადარიცხვები, ნაღდ-ფულთან დაკავშირებული ოპერაციები, ასევე ციფრული გადახდები. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ მუდმივად უყურებთ, ვაკვირდებით, როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა, რა ინტერესები აქვთ მათ და ხედავთ, რომ წლიდან წლამდე მზარდი არის დაინტერესება საშუალო ბიზნესების მხრიდან საერთაშორისო გამოფენებზე, ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ხდება ტექნოლოგიური სიახლეების, გარკვეული გამოცდილების გაზიარება, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ გაფართოვდეს ბიზნეს კავშირები, ბიზნეს წრეები და მოხდეს ამ ყველაფრის მატერიალიზება. თუმცა მეორე მხრივ ეს ყველაფერი მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს და ხშირად არის ხოლმე იმედგაცრუება, რამდენად ის იყო ღონისძიება, რა მოლოდინის მომხმარებელს ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი იზრუნებს წინასწარ ჩვენს მომხმარებლების ინტერესებზე დაყრდნობით, რა იქნება მათთვის საინტერესო, როგორც საერთაშორისო გამოფენები, ასევე ადგილობრივი ღონისძიებები და ჩვენ შევთავაზებთ უკვე ჩვენს მომხმარებლებს ასეთი ტიპის ღონისძიებებზე დასწრებას და მათი სურვილის შემთხვევაში შეიძლებათ, რომ დაესწრონ. ამასთან ერთად სივრცეში ლაუნჯში არის სპეციალურად გამოყოფილი შეხვედრების ადგილები, სადაც თავად შეიძლებათ უკვე ჩვენს მომხმარებლებს უმასპინძლონ თავიანთ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ ბიზნესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. და აღარ დაჭირდეთ ამისთვის თავიანთი სივრცეების ათვისება. ბიზნეს კონსიერჟის თემა, რომელიც ყოველთვის იდგა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება. რამდენად რელევანტური და ჩართული არის ამ ყველაფერში? ეს არის სიახლე, აქამდე კონსიერჟი მხოლოდ საცალო მიმართულებით ემსახურებოდა მომხმარებლებს და დღეიდან უკვე გვეყოლებიან სოლო ბიზნეს კონსიერჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი დროის გამოთავისუფლებას იმისთვის, რომ მომხმარებელმა უფრო მეტი დრო დახარჯოს მისი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრზე. ეს არის სერვისი, რომელიც მოიცავს მაგალითად კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, მივლინებების დაგეგმვა, შეხვედრების ორგანიზება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ანთავისუფლებს მნიშვნელოვან დროს ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომელიც ყველაზე ძვირფასი არის ამ ზომის და ზოგადად ბიზნესებისთვის. ჩვენ გალტენ დაგერტეთ სხვა რაკურსით და სხვა დანიშნულებით ვახსენეთ, მაგრამ ამ თელაემ ჩამონათვალში ამ სერვისების რამდენად ამყოლია თვითონ ბიზნესი და რამდენად აყვება ამას ყველაფერს თუ ესეც მოკითხული გაქვთ და იცით რომ ამის საჭიროება და მოთხოვნა არის ბაზარზე. გალტენ ტაგარტი წლების განმავლობაში და მათი კვლევები და სექტორული დაფარვები გახდა ძალიან რელევანტური ფაქტიურად ყოველდღიურობა ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ფაქტიურად დიდი გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ბიზნესების მხრიდან მიიღება იმ კვლევებზე დაყრდნობით, რასაც გალტენ ტაგარტი ეტაპობრივად აქვეყნებს. თუმცა ეს ყოველთვის ესე არ იყო და ეტაპობრივად გახდა რელევანტური და დაინტერესება გაიზარდა კორპორაციული კლიენტებისგან. თუმცა საშუალო ბიზნესებისთვის ჯერჯერობით ვხედავთ მაინც ნიშას ასათვისებელს, აქედან გამომდინარე, გვინდა რომ უკვე მათზე ადაპტირებული, მათ კონტექსტზე კარგად მორგებული
სექტორული კვლევები გავაცნოთ და მივეხმაროთ ჩვენს ბიზნესებს სწორი ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც დაინტერესება მზარდი იქნება ჩვენი საშუალო მოხმარებლებისგან. დიდი იმედი მაქვს ამის. შემდეგი რა არის? 16 წლის წინანდელ ისტორიას ვიხსენებ და ვახსენდება სკეპსისი და მერე აღრთოვანება. თამდევი სოლოს მომსახურების კომფორტიდან გამომდინარე. მესმის ახლა რთულია გადმოსაცემად, სანამ ბიზნესმენი აი აქ არ შემოვა, სანამ ამ სივრცეს არ ნახავს და თითოეულ ამ სერვისს არ შეიგრძნობს, იმ გარემოდან გამომდინარე, საქმიანიდან და შინაურიდან, რაც აქ არის შექმნილი. თუმცა ეს ახალი საეტაპო მომენტი, რაც სოლო მომსახურებიდან გამომდინარე დადგა, რას მოასწავებს თქვენს გეგმებში? ეხლა ვახსენეთ დიჯიტალის კუთხით საკმაოდ დიდი აღიარება საქართველოს ბანკის და ეს იყო სოფლიო აღიარება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო მეორე ზედიზად და ისეთ გიგანტებთან ერთად ვიყავით და დაემატა ახლა მაგალითად როგორც არის რევოლუტი, ანუ ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რეალურად 16 წლის წინ ჩვენ საბანკო პერსონალური საბანკო მომსახურება ძირითადად ეყრდნობოდა ოპერაციებს, ეს იქნებოდა გადარიცხვა და ასე შემდეგ, ანუ უფრო მარტივ ოპერაციებს და რეალურად ეგ იყო პირველი კომფორტი მომხმარებლისთვის. ჩვენ მთავარი მიზანი არის მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფა. და ზუსტად ეს სივრცეც, ეს ახალი წამოწყებაც ამ მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი არის. თუმცა მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ სივრცეებში ვამრავალფეროვნებთ სერვისების სიას და თვითონ სერვისების შინაარსს, მთავარი აქცენტი მაინც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არის მომსახურების გაციფრულება. აქედან გამომდინარე წელს ბევრი სიახლე გქონდა და კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოგვეცემა შესაძლებლობა თქვენს მაყურებლებს მოუყვეთ. რაღაც თავარი აუცილებლად გავესაუბროთ ბიზნესებს, რომლებიც იქნებიან პირველი მომხმარებლები იმ სოლო ბიზნეს მიმართულების, რომელიც თქვენ ბათუმიდან დასტარტეთ. წარმატებები. დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ 16 წლის თავზე სოლო ბიზნეს მიმართულება იქნება არამხოლოდ საეტაპო, არამედ სრულიად ახალი სივრცე ბიზნესებისთვის, რომელიც ამას აითვისებენ საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. წარმატებები ქართულ ბიზნესს. რაც არ უნდა კარგი, წარმატებული, გონიერი ან მოხერხებული იყო გრძელვადიან პერსპექტივაში, შენი ბიზნესი და მისი მომავალი იმ ადამიანების ხელთაა, ვისაც დაასაქმებ. აკიო მორიტა. დარწმუნებული ვარ, სოლო ბიზნესის ამარაჩვეულებრივ სივრცეს სულ მალე ჩვენი რესპონდენტების დიდი ნაწილი შეუერთდება, მათ შორის რუბრიკის გმირები, რომელსაც GM Pharma-ს დახმარებით წარმოგიდგენთ. საუბარია რუბრიკაზე მხოლოდ ქართული. დღეს ამ რუბრიკის გმირია ტანსაცმლის ბრენდი Mint by Teko თველიაშვილი. ამ ბრენდის შესახებ გიყვებით, რომელიც ბაზარზე 5 წლის წინ პანდემიის პერიოდში გამოჩნდა და მას შემდეგ ეტაპობრივად განვითარდა, გაიზარდა და რაც თავარია, თავისი კოლექციებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. ახლახანს კომპანიამ თავის შოურუმიც გახსნა, სადაც მომხმარებლებს კოლექციებს ადგილზე დათვალიერების და შეძენის საშუალება აქვს. უფრო მეტი დეტალი ბრენდის ისტორიისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან ნახოთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ფერო ავირჩიე საკმაოდ პატარა ვიყავი. ჩემი შემდეგ პროფესია გახდა ეს. გავაგრძელე სწავლა თოიძეში, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში და მოკეთ ესე ავირჩიე ეს პროფესია დიზაინის განხრით. სულ მქონდა იმისი ოცნება, რომ მქონოდა ჩემი ბრენდი. და ასეც მოხდა. ეს იყო 2020 წელი, როცა გავაკეთე ჩემი ბრენდი, შევქმენი
თუმცა ძალიან მძიმე სიტუაცია იყო ქვეყანაში, კოვიდის პერიოდი იყო, მახსოვს ძალიან ესეთი ჩაკეტილობა, კარანტინი და მოვახერხე ისე რომ შევძელი დავიწყე მოკლედ ამ პერიოდში. გარკვეული სირთულეები ახლა იმას რომ ბავშვად ქსოვილის ყიდვაც პრობლემა იყო მაშინ, თუმცა რაღაც მარაგი მქონდა და ძირითადად დავიწყე სპორტულების ხაზით. შემდეგ მოხდა ისე რომ მინდოდა რომ რაღაცა სიახლე მიმეწოდებინა და გავაკეთე ლაბადები და პალტოები. რამაც აი არის საოცარი გამოხმაურება მოყვა, ძალიან ბევრი გაიყიდა კიდევაც, შეკვეთებიც მივიღეთ და აი ეს ნელა ნაბიჯ მოკლედ განვითარდა და გაიზარდა მოთხოვნაც და ჩემი ის სფერო, რაც ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს მოკლედ და ჩართული ვიყავი ამ პროცესში ყველანაირად, ანუ როგორც დიზაინის მხრივ, ასევე კონსტრუირებას მე თვითონ ვასრულებდი, რატომღაც ნიშა ჩამოყალიბდა ესე, რომ აი ძირითადად ორეულები მაქვს გამოსასვლელი, პიჯაკები, შარვლები, ანუ კაბები და აი რაღაცა ესეთი გამოვიდა ლუკები რა ძირითადად გამოსასვლელი არა ყოველდღიური და ისეთი საინტერესო მოდელებია და გადავწყვიტეთ რომ ეს ფოტოები გადაგვეღო და აგვეტვირთვა, ანუ გავაკეთეთ ონლაინ სივრცე, Facebook-ის გვერდი და Instagram-ი, სადაც იტვირთებოდა ეს შექმნილი კოლექციები. რაც ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ანუ ეს ფოტოები არაფრით, ანუ არ მუშავდებოდა, ჯერტი ამის დრო არც ქონდა და მეორე ის რომ იყო ძალიან ორგანული. ეს მოწონდა მომხმარებელს. შოურუმის გახსნა ეს ძალიან ისეთი ჩემი ეს ოცნება იყო. ძალიან მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც ისინი რო არა, მე ამას ვერ შევძლებდი. დიდი მადლობა ამისთვის. ეს იყო ჩემი ოცნება, რომ მქონოდა ჩემი სამუშაო შვიდი და კომფორტული გარემო, სადაც მომხმარებელი მოვა, შეძლებს მოსვლას, შერჩევას, ჩემთან კონსულტაციას გაივლის და ამისთვის ეს სივრცე სრულიად შეესაბამება ამ სიტუაციას. ძალიან დიდი მოთხოვნა არის რომ შოურუმი გავაკეთო კერძოდ ბათუმში, ქალაქ ბათუმში, ძალიან დიდი მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ გავხსნა პატარა შოურუმის სახით მაღაზია, სადაც მოხდება ანუ როგორც შეკვეთების აღება, ისევე მზა პროდუქციის შეძენა და ასევე ქუთაისში. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ის ერთი ადამიანი 1000-დან გახდება შენთვის უფრო ახლობელი ვიდრე საკუთარი ძმა. და ამისთვის ღირს ეძებო ის ერთი. ეძებო თუნდაც ნახევარი ცხოვრება, რომ მასთან ერთად გაატარო დარჩენილი წლები. 999 გაფასებს, გეურთიერთობა და შენთან ერთად არის შენი საქმეების გავლენის, პოპულარობის, ფულის, შეიძლება გარეგნობის გამოც. აი ის ერთი 1000-დან კი შენთან ერთად არის მიუხედავად ყველაფრისა. მათ შორის რას ფიქრობ შენზე დანარჩენი სამყარო. უბრალოდ არის შენთან და მზად არის როგორც კი მას ნახავს ერთს 1000-დან, ან ის გნახავს შენ ნებისმიერ წყალში გადახტეს. ან გაცუროს სულად შენთან, ან დაიხჭოს შენთან ერთად. 999 ითხოვს მეგობრობისთვის სიმდიდრეს, ოქროს ვერცხლს, მაგრამ აი ეს ერთი ადამიანი 1000-დან მათი ყველას ფასია ერთად აღებული, რადგან სწორედ მასთან შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც ხარ. მისი შეცდომა, შენი შეცდომა, მისი სიმართლე შენივე. 999-ს არ შეუძლია აიტანოს შენი დაცინვა, შეურაცხყოფა, დამცირება, გაგეცლებიან ან დაიკარგებიან, რადგან მათთვის უმთავრესია რას ფიქრობს საზოგადოება შენზე. აი ის ერთი 1000-დან კი რჩება შენს მეგობრად ბოლომდე, თუნდაც მთელი სამყარო იყოს შენს წინააღმდეგ.
აი ეს 1000-დან შენთან იქნება ბოლომდე, ეშაფოტამდეც კი. რედიარდ კიპლინგი. გიორგობას გილოცავთ. ყველა გისურვებთ ცხოვრებაში იპოვოთ ის 1000-დან. ბედნიერება და ჯანმრთელობა თქვენს ოჯახობებს. მადლობა ყურადღებისთვის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქსაღებავები. გადაცემის სპონსორია Jetex, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის სპონსორია The Lake, Placemakers-ისგან.